ლიდერი მაშინ არის ლიდერი ნამდვილად, როდესაც შეძლებს რომ სხვა ლიდერები გაზარდოს. წარმატებული ლიდერი არის, ვინც პირველ რიგში იპოვის სწორ ადამიანებს სწორი პოზიციებისთვის. იმ მეგობრულმა ურთიერთობებმა ხელი უფრო შეგიშალა თუ შეგიწყო. ჩემი კარიერის განვითარებასთან ერთად ვიპოვე სწორი ბალანსი. სწორი ბალანსი არის პირდაპირი ურთიერთობა. სწორი ის არის, როდესაც შენ ზრუნავ იმაზე, რომ კომპანია იყოს ჯანსაღი, ყველას ჰქონდეს თავის ფუნქცია, ყველას ჰქონდეს თავის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა იყოს სწორად დაბალანსებული. მე ვეთანხმები ჯეკ უელჩის მოსაზრებას, რომ ლიდერი მაშინ არის ლიდერი თუ სხვა ადამიანებს ზრდის ასევე ლიდერებად. გამარჯობა, ეს არის პოდკასტი დროის ხმაური, მე ვარ ეკა ნოზაძე. დღეს ჩემი სტუმარია, ჩემი აზრით და კიდევ ბევრი დამეთანხმება, ლიდერი, ამჟამად ლაქტალის რუმინეთის გენერალური მენეჯერი ერეკლე გამყრელიძე და სიამოვნებით ვისაუბრებ მასთან ერთად ლიდერობაზე და ეს არჩევანია, პოზიცია თუ გზა. ერეკლე გამარჯობა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი პოდკასტია ჩემთვის. პოდკასტების მომხმარებელი ვარ, მაგრამ არასოდეს პოდკასტში მონაწილეობა არ მიმიღია და შენ გარდა ყველას ვეტყოდი უარს, პირდაპირ შემიძლია თქვა, იმიტომ რომ არ მიყვარს ესე რაღაცა საჯაროდ გამოსვლა, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჯერ საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ესე ვიღაცას რაღაცა ჭკუა ვასწავლო ფართოდ არ მაქვს, მაგრამ იცი რა არის, თუ დღეს რაღაცა საინტერესოდ ვისაუბრებთ და მეც მომეცემა საშუალება, რომ ჩემ თავში რაღაცების ფორმირება გავაკეთო და ჩამოვაყალიბო, ძალიან კარგი იქნება და ვიცი, რომ შენ ამის უნარი გაქვს, იმიტომ რომ მე და შენ ძალიან ბევრი წელი ერთად ვიმუშავეთ და პრაქტიკულად შენ როგორც დამახასიათე ლიდერი, ჩემი ლიდერობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი დიდი პერიოდი ერთად გავიარეთ და ბევრი რამე ერთად ვისწავლეთ. კი, ბევრი რამე ერთად ვისწავლეთ და დაგეთანხმები იმაში, რაც შენ თავიდან რითიც გახსენე ის, რომ ლიდერი მაშინ არის ლიდერი ნამდვილად, როდესაც შეძლებს რომ სხვა ლიდერები გაზარდოს და კიდევ ერთ რამეს დავამატებ, ჩემი აზრით, ყველა ლიდერის თუ მენეჯერის განსაკუთრებით როდესაც ესეთი მაღალ საპასუხისმგებლო ლიდერშიპზე და მენეჯმენტზე არის საუბარი, მთავარი და ძირითადი ფუნქცია მაინც არის ადამიანი რესურსების სწორი მართვა. ამიტომ დარწმუნებული ვარ იმაში და ამას ყველგან ვამბობ, რომ დირექტორი იქნება, ეს მენეჯერი იქნება თუ ის ადამიანი, რომელიც მართავს ადამიან რესურსებს, მისი დროის 70% უნდა იყოს განკუთვნილი ეგრეთ წოდებული HR-ის ადამიანების მიძღვნილი, ეს პირველ რიგში უნდა იყოს მათ განვითარებაზე ორიენტირებული. და ყველა ლიდერის, წარმატებული ლიდერი არის, ვინც პირველ რიგში იპოვის სწორ ადამიანებს სწორი პოზიციებისთვის, იმიტომ რომ მგონია, რომ ყველა ადამიანი სწორია, უბრალოდ სწორი პოზიცია უნდა უპოვო და შემდგომ მათ მისცემს საშუალება სხვადასხვა რესურსებით, თავის გამოცდილებით, აპრობირებული სხვადასხვა მეთოდით, რომ რა თქმა უნდა HR ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან თუ დირექტორთან თუ სპეციალისტებთან ერთად შეძლებს მათ განვითარებას და ყოველი მომდენო დღე და ყოველი მომდენო პერიოდი ეს ადამიანი თუ ეს ადამიანების ჯგუფი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური და ბევრად უფრო განვითარებული, ეგრეთ წოდებული ლიდერული უნარების მიმართულებით. ამიტომ ეს ფილოსოფია არის, რომელშიც პრაქტიკულად დავრძმუნდი წლების განმავლობაში და ვიცი, როდესაც შეძლებ რომ ჩამოაყალიბო სწორი გუნდი და ამ გუნდს სწორად ემუშაო და იყო მათი ლიდერი და მათგანაც შექმნა ლიდერები, შეუძლებელი არაფერია, პრაქტიკულად მაქვს ეს გავლილი ბევრჯერ და არაერთხელ და ერთად გვაქვს გავლილი მე და შენ და შემიძლია ამაზე დავდო თავი, როგორც იტყვიან. მოდი, აბა ნაწილ-ნაწილ დავდოთ თავი. მოდი. ცოტა გავასწარე იმებს, მაგრამ ხო. იცი რა, აი საუბრის დასაწყისშივე ახსენე, რომ მეც რაღაცას ვისწავლი და გავიგებო. ლიდერში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ არა მარტო სხვები გაზარდოს, არამედ თვითონ მუდმივი მზაობა კონდეს ზრდის რაღაც ახლის გაგების და ლიდერობა იწყება თვით შემეცნებიდან პირველ რიგში. ანუ ვერავის ვერ გაზრდი, სანამ შენ თვითონ არ ხარ გაზრდილი, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ თუ პროცესში არ ხარ ადამიანი. სანტესთან შენი ისტორია დაიწყო 2009 წელს. პროექტების მენეჯმენტით დაიწყო
და Sante GMT პროდუქტებიდან და მე უკვე Lactalis-ის საქართველოში შემოსვლასთან ერთად გენერალური მენეჯერის პოზიციაზე 11 და კიდევ ცოტა მეტი წელი გაატარე. სანამ მაგ წლებამდე მივალთ, მე ყოველთვის მაინტერესებს, როგორ ფორმირდებიან თვითონ ლიდერები და მათი ცხოვრებისეული გზა და გამოცდილებები, როგორ აყალიბებს მერე მათ შემდგომ აზროვნებას. და გამომდინარე იქედან რომ გიცნობ და რაღაცეები მახსოვს, მინდა კითხო ლონდონში სწავლობდი. კი. იყო ესეთი პერიოდი. იქ დაამთავრე იმპერიალ კოლეჯი. პირველად რომ წახვედი 12 წლის იყავი, ხო? კი. 12-13 წლის გავხდი და წავედი, კი. აი, ესეთი ჩემი გადმოსახედიდან პატარა ასაკია. ჩემიდანაც შემილია გითხრა დანამდვილებით, კი. ეს არის ასაკი, როდესაც ადამიანი თვითონ არ ირჩევს თავისი ცხოვრების გზას, გეზსაც. როგორ ფიქრობ მაგ პერიოდმა რა გავლენა იქონია იმ დამოუკიდებლობაზე თუ აი ამ რაღაც თვით მენეჯმენტის უნარებზე მაშინდელ პერიოდს რომ ლიდერობა არ დავარქვათ? კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ამ კითხვას ჩემ თავსაც უსვამ ხშირად და ალბათ არ გავა ესეთი არსებითი დრო ისე რომ არ დაუბრუნდე ისევ რაღაც ჩემ გამოცდილებას და არ ვიკითხო რომ აი აუცილებელი იყო ჩემი წასვლა სიტყვაზე ქვეყნიდან მარტო ამას მინდა ხაზი გაუსვა 12-13 წლის ასაკში რამდენად იქონია ამ ყველაფერმა გავლენა კარგად თუ ცუდად დღევანდელ თქვათ ერეკლეზე რამდენად ჩამომაყალიბა როგორც ლიდერი, როგორც ადამიანი, როგორც მეგობარი, როგორც მეუღლე, როგორც мама და ერთი რამე შემიძლია დანამდვილებით თქვა, რომ აუცილებლად და ნამდვილად ძალიან დიდი გავლენა იქონია. როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური. არ არსებობს არაფერი, რაც მხოლოდ ერთ რაკურსში ცვლის ან ფორმირებას უკეთებს ადამიანს. ერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ დღეს როგორიც ვარ, იმით ვარ მოყოფილი, არ ვამბობ რომ ვინმეზე უკეთესი ვარ ან ვინმეზე უარესი, განყენებულად კონტექსტში რა ვიღო ჩემი თავი, როგორც მენეჯერი, როგორც მეუღლე, როგორც მეგობარი, როგორ თქვა, ანუ კმაყოფილი შეიძლება არასწორი სიტყვაა, მაგრამ მგონია რომ რაღაცა შევძელი, რაღაცა ჩამოყალიბდი, რაღაცას ვაკეთებ, რაღაცა პოზიტიური გავლენა მაქვს თქვა გარემოზე და ესეთი დღეს არ ვიქნებოდი, რომ ეს პერიოდი არ გამეარა. ვიქნებოდი უკეთესი თუ არ ესი ვერ გეტყვი, ნამდვილად, ამიტომ ყოველთვის მივდივარ ერთ იგივე წერტილზე რა, შევცვლიდი რამეს, ანუ თქვა არ წავიდოდი იმ ასაკში საზღვარგარეთ, არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ყველანაირი ესეც ცვლილება მე ცვლის საბოლოო შედეგს და დღევანდელი შედეგი რაც არის, იმითი როგორ თქვა, კმაყოფილი არა, მაგრამ საკმარისია და ვთვლი რომ სწორ გზაზე ვდგავარ. არ იყო მარტივი, იმიტომ რომ ამ კითხვას რატო უსვავ ჩემ თავს, ხო? იმიტომ რომ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად სწორად თქვი შენ, არა მარტო ის რომ ამ ასაკში არ იღებ შენ თვითონ გადაწყვეტილებას, ამ ასაკში საერთოდ არ იცი რა გინდა. არ ხარ ჩამოყალიბებული და კითხვაც კი არ გიჩდება, თქვათ, რაღაცა განვითარების მიმართულებით, არც მომავალზე გაქვს რამე წარმოდგენა ცხოვრობ დღევანდელი დღით და კმაყოფილი ხარ, რაც ძალიან კარგია, ეგრეც უნდა იყოს ბავშვს და არც უნდა მოთხოვ ამ ასაკში, თქვათ, ბავშვს მეტი, არც არის საჭირო რომ რაღაც განსაკუთრებული სტრესი კონდეს, მაგრამ ნუ იქიდან გამომდინარე, რაც თქვათ, იმ მომენტში საქართველოში ხდებოდა, იქიდან გამომდინარე, თქვათ, დღევანდელი გადმოსახედიდან თქვათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი წასვლა. მაგრამ არ იყო მარტივი. ბევრი მიზეზის გამო სახში მინდოდა, დედა მინდოდა, მარტივად რო თქვა, ბავშვური ელემენტარული იქიდან გამომდინარე, მომიწია მალე გაზრდა, მალე პასუხისმგებლობის აღება და ეს პასუხისმგებლობა დღემდე მომყვება. ანუ ის რაც მაშინ თქვა, მოხდა ჩემში ფორმირება და წლების განმავლობაში მე გაგრძელდა დღემდე მაქვს თან. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ნაწილი მაღალი პასუხისმგებლობის ნაწილი, რომელიც მე ვთვლი, რომ არის ჩემი ხანდახან ზედმეტი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს რისი მენეჯმენტის ვისწავლე ბოლო პერიოდში და უფრო რაღაცნაირად ვთილობ, რომ დავაბალანსო, იქიდან მომდევს. დანარჩენი განვითარდა, ესე თქვა, სტანდარტულად ჯერ თავიდან 13 წლის ასაკში წავედი შვეიცარიაში, იქ ვისწავლე რამოდენიმე წელიწადი, შემდეგ გადავედი ინგლისში.
ეს მეორე ეტაპი უკვე ბევრად ადვილი იყო, იმიტომ რომ რთული ნაწილი გავლილი იყო უკვე ისეთ ასაკში ვიყავი. პირველი იყო, თუმცა ძალიან ადვილი იყო, იმიტომ რომ უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, უკვე მიჩვეული ვიყავი, პირიქით მიჭირდა. ეს უკვე რამდენი წელია? 15 წელი? 16-17 წლის ასაკში. იმიტომ რომ მე უკვე აქეთ ჩამოსვლა უფრო მიჭირდა, იმიტომ რომ უკვე იმდენად მივეჩვიე დამოუკიდებლობას და დამოუკიდებელ ცხოვრებას და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, რომ აი ესეთ ქართულ რეალობაში დაბრუნება ცოტა რთული იყო და ქართული რეალობა რადიკალურად განსხვავდება დამოუკიდებლობისგან, განსაკუთრებით 90-იანი 2000-იანი წლების, როდესაც ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ეკონტროლებინა მის გარშემო ყველაფერი, თქვა, სად მოდიოდი, რას აკეთებდი, როგორ აკეთებდი და აქედან გამომდინარე, ეს ცოტა უფრო რთული იყო, ეს ნაწილი, თქვა, მეორე ეტაპზე, მაგრამ არც ძირითადად აქ ზაფხულობით ვიყავი და ესეთ პერიოდში და ჩემი ცხოვრება გრძელდებოდა ისევ დამოუკიდებლად, ისევ საზღვარგარეთ, რაზეც ძალიან მადლობელი ვარ პირველ რიგში ჩემი მშობლების, ვინც ამის საშუალება მომცა და შემდგომ ალბათ გამიმართლა კიდევაც, იმიტომ რომ გამოცდილება მაშინ, ეხა დღეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და იმედი მაქვს კიდე დიდხანს იქნება, როდესაც თუ აქვს ახალგაზრდას სურვილი, რომ წავიდეს და განათლება საზღვარგარეთ მიიღოს, ეს არჩევანი არსებობს, ამის საშუალება არის, გამარტივებულია პროცესი, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში არ შეიძლება მიიღოს კარგი განათლება, ჩემი აზრით, განათლება თუ გინდა, ყველგან მიიღებ, სურვილია მთავარი და მთავარია სწორი პრიორიტეტები გქონდეს, მაგრამ ამის მაშინ ეს ცოტა ახალი ხილი იყო. ამიტომ ბევრი გამოცდილება არ იყო რაღაც რეფერენსები, რომ ვიღაცას გეკითხა, რომ აბა ის უკეთესია, მაგრამ რაღაცა ისეთ კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ჩდებოდნენ ადამიანები, ან რამოდენიმე ადამიანი, ან ინდივიდუალები, რომლებიც სწორ რჩევებს მაძლევდნენ მეც და თქვა ჩემ ოჯახსაც და ამ რჩევებიდან გამომდინარე, სწორ არჩევანს ვაკეთებდით. ჩემი აზრით, ისიც, სადაც თქვა სკოლაში ვისწავლე ინგლისში, ძალიან სწორი იყო და სწორი ღირებულებითი გარემო იყო, რომელმაც მე ჩემ ღირებულებებზე, როგორც ადამიანურ ღირებულებებზე სწორი გავლენა იქონია და ამ ჩამოყალიბებაში დამეხმარა. შემდგომ ის თქვათ უნივერსიტეტში როგორ მოვხდი, როგორ ჩავაბარე, სად ჩავაბარე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომელ ფაკულტეტზე და შემდგომ ისევ საქართველოში დაბრუნების ნაწილსაც მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ შესაძაც უცხოეთში ვსწავლობდი, რაღაცა მომენტში არ მქონდა პირდაპირ დაკავშირებული ჩემი კარიერული განვითარება ისევ თქვათ საქართველოში დაბრუნებასთან, მაგრამ ისე მოხდა, რომ როცა დავამთავრე სწავლა, საქართველოში რას პერიოდით ვიყავი ჩამოსული და GMT ჯგუფის ხელმძღვანელს შევხვდი მაშინ გიორგი თავაძეს, გავესაუბრეთ ერთმანეთს, რაღაცა იდეები გავცვალეთ და შემოთავაზე ისეთი რამე, რადგან უარი ვერ თქვი და მგონია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული მომენტი იყო ჩემ კარიერაში და ჩემ განვითარებაში, როდესაც ამაზე დავთანხმდი და ვთვლი, რომ ძალიან სწორი გავაკეთე, იმიტომ რომ საქართველოში მაშინ და აიხლაც ჩემი აზრით არის ის ფუფუნება, რომელიც ახალგაზრდებს განვითარებულ ბაზრებზე არ აქვთ. ის რომ გეძლევა საშუალება, რომ დიდი საქმეები აკეთო ადრე, რაც რისკებს ზდის. და საერთაშორისო გამოცდილება საქართველოში. საერთაშორისო გამოცდილებაც არის და არის ის, რომ ის, რასაც თქვათ ახალგაზრდები ძალიან მალე იზრდები როგორც პროფესიონალი ქართულ წიაღში, იმიტომ რომ თვითონ ბიზნეს გარემოც ძალიან ახალგაზრდაა, თუ შევადარებთ მithumetes თქვათ დასავლეთ ევროპას, რაც ნიშნავს, რომ ზოგადად ბევრი პროფესია და ბევრი მიმართულება ჩამოყალიბდა სულ რაღაც 20-25 წლის წინ და ეხაც ჩამოყალიბების პროცესშია. რაც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, რომ პროცესში ისწავლონ, შეცდომები დაუშვან და მაქსიმალურად ჩქარა განვითარდნენ. ჩემი კარიერაც ესეთი იყო, შეიძლება ითქვას, მეც პრაქტიკულად ესე რომ ვთქვათ, უნივერსიტეტიდან. გენერალური მენეჯერიც ძალიან ადრეულ ასაკში. კი, 29 წლის ვიყავი, უკვე საერთაშორისო კომპანიის გენერალური მენეჯერი ვიყავი საქართველოში და როდესაც მეკითხებოდნენ, როდესაც დასავლეთში მივდიოდი და იქ რაღაც შეხვედრებზე ვიყავი, რამდენი წლის ხარო, ვცდილობდი რომ პირდაპირ არ მეპასუხა, იმიტომ რომ შორიდან იწყებდი გამოცდილებით. მორიდების ის იყო, იმიტომ რომ არ არის პრაქტიკაში ესეთი ელემენტები, იქ ძალიან გრძელი კარიერა უნდა გაიარო იმისთვის, რომ გენერალური მენეჯერი გახდე, მაგრამ საქართველოში ეს არ არის რაღაცა დიდი ასაკი, მგონია რომ ძალიან ბევრ კომპანიაში ვნახავთ დღესაც, სადაც ახალგაზრდები არიან, თქვათ ესეთ გადამწყვეტ პოზიციებზე და
უფრო ისეთი გახდა, რა ქვია, უფრო ხშირი გახდა, იმიტომ რომ თვითონ ბიზნესიც იცვლება, ეს სტარტაპ კულტურა, რომელიც შემოვიდა, ძირითადად ახალგაზრდების მიერ არის წამოწყებული და ისინი არიან ძირითადი ლოკომოტივები ამ მიმართულების და თუ დავაკვირდებით არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ევროპაშიც და ამერიკაშიც ესეთ იუნიკორნებს რო ეძახიან, ხო, კომპანიებს, რომელთაც სტარტაპიდან მალე ვთქვათ რაღაცა მილიარდობით მასშტაბს აღწევენ, ძირითადად ახალგაზრდები არიან ამ კომპანიების სათავეში, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ის ძველი რაღაცა წარმოდგენა, რომ გინდა თუ არა ძალიან დიდი გამოცდილება უნდა დააგროვო, რაც ჩემი აზრით მართალია და ადამიანების მენეჯმენტზე ლიდერშიპისთვის გამოცდილება აუცილებელია, ამ გამოცდილების კომპენსირება ენთუზიაზმით და ენერგიით და მონდომებით და თავდადებით ხშირ შემთხვევაში შეიძლება. ჩემ შემთხვევაშიც ესე იყო. ჩემ შემთხვევაშიც დღეს ეხა ჩემ თავს დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევაფასებ და იმ გამოცდილებას რომელიც მაქვს, ეს გამოცდილება ნამდვილად მაკლდა, თქვა 29-30-31 წლის ასაკში და ძალიან კარგი იქნებოდა ეს გამოცდილება მაშინ რომ მქონოდა და შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა ან რაღაცა უკეთესი გამეკეთებინა, მაგრამ მქონდა ის, რაც შეიძლება დღეს აი სწორედ ამ გამოცდილებამ ჩაანაცვლა, ეს არის ენთუზიაზმი, ეს არის ენერგია, ეს არის ძალიან დიდი მონდომება იმისთვის, რომ ჩემი თავი დამემტკიცებინა და ზოგადად თქვათ რაღაცა წინ წამეწია პროცესები და სწორედ ამის მეშვეობით ხდებოდა კომპენსაცია. უბრალოდ მე ასევე გამიმართლა იმან, რომ ამ პერიოდში ბევრი ადამიანი იყო ჩემ გარშემო, რომელიც აი ამ ნაკლებობას გამოცდილების მივსებდა თავისი გამოცდილების გაზიარებით, თავისი გამოცდილების, თქვათ, დემონსტრირებით და ამ გამოცდილების გადმოცემით და სწორედ ამან მომცა საშუალება, რომ ამ პროცესში თქვა წინ წავსულიყო. გენერალური მენეჯერი არ არის აუცილებელი ყველა ინფორმაციას ფლობდეს როგორც ცალკე პროფესიონალი. მთავარია იმ პროფესიონალების გამოცდილებებს როგორ აჯერებს ერთმანეთში ისე და თვითონ როგორ უკეთებს სტრუქტურირებას და გამოყენებას მერე ზოგადად ორგანიზაციის მიზნებისთვის და ზრდისთვის. რო ახსენე რომ ეს აკადემიური განვითარების გზა ხანგრძლივი ასევე აკადემიურად ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო წესი და კანონით და ესე მოდიოდა ყოველთვის, ხო? ჩვენც ვიცით რომ რაღაც გარკვეული პერიოდი სწავლობ ბაღიდან დაწყებული მერე სკოლა, ინსტიტუტი ასე შემდეგ და ყველაფერს რაღაც თავისი ხანგრძლივობა აქვს, მაგრამ შენ შემთხვევაში ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დაჩქარებით და რა დაგხვდა სანტეში და მე როგორ გაზარდე უკვე ამ შერწყმის შედეგად ციფრებში თუ არა ესეთი შინაარსობრივად როგორ მოახდინე ახალი სტრუქტურირება. კარგი კითხვა. თან ახალგაზრდა ასაკში. სანტეს მაგალითზე ზოგადად ვისაუბროთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გადმოსახედიდან დიდ კორპორაციებში, სტრუქტურებში და კომპანიებში, თავარი არის ღირებულებითი ერთეული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ კომპანიაში, მაშინ როდესაც იქ დავიწყე მუშაობა, ეს იყო სწორი ღირებულებები. სწორი ღირებულებები არის ყველაზე რთული ჩამოსაყალიბებელი და რასაც ყველაზე მეტი დრო ჭირდება იმისთვის. რა არის ეს სწორი ღირებულებები? გააჩნია სწორი ღირებულებები არის შეიძლება იყოს სხვადასხვა. მთავარია ეს იყოს ისეთი ღირებულებები, რომლის გარშემოც ხალხი გაერთიანდება, რომელსაც ისინი გაითავისებენ და მათთვის გახდება მნიშვნელოვანი. სწორი ღირებულებები არის რაღაცა ჰიგიენის მომენტები, რომელიც აუცილებელია ყველგან იყოს. ეს არის უნდა იყოს აბსოლუტურად გამართული ურთიერთობები, უნდა იყოს ადამიანი, უნდა იყოს დაფასებული, უნდა იყოს ღია ურთიერთობა, არ უნდა იყოს დასჯაზე ორიენტირებული გარემო, უნდა ადამიანების განვითარებაზე უნდა იყოს ყველა აქცენტი გაკეთებული. ეს არის ელემენტარული იმისთვის, რომ კომპანია გრძელვადიანად იყოს წარმატებული. მაგრამ მე იქიდან გამომდინარე კონკრეტულად რომელ სფეროში მოღვაწეობს ეს თუ ის კომპანია, რა ამბიციები აქვს, შეიძლება იყოს რაღაცა სხვადასხვა კომბინაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ღირებულებები უნდა იყოს მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ მუშაობენ.
და სწორედ ეს იყო, რაც დამხვდა იმ მომენტისთვის საკმაოდ საინტერესო კომპანია, იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ ქართული კომპანია, ეს იყო ქართული კომპანია, რომელიც ასევე ოპერირებდა საერთაშორისო სტანდარტებით, იმიტომ რომ იყო დიდი ჯგუფის წევრი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დასავლური, ესე ვთქვათ, მენეჯმენტის სტილი შემოიტანა საქართველოში და ეს უკვე იყო. უბრალოდ არა მარტო მე, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ გარკვეული ჯგუფი ვიყავით ადამიანების, რომლებიც პრაქტიკულად ერთად მივედით და პლუს ის მენეჯმენტი, რომელიც კომპანიას და არა მარტო ჯგუფს მართავდა იმ მომენტისთვის, ყველამ ერთად შევძელით, რომ სწორი ორიენტირი აგვეღო, მიზანი დაგვენახა, რაც იყო და ამ მიზნის მიმართ შეგვექმნა კონკრეტული სტრატეგია, რომელსაც მე ერთად მივყევით და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით და რაც დღემდე არის უკვე ლაქტალის საქართველოს, რომელიც ნაწილიც არის ანტე წარმატების საწინდარი, არის რომ მოგვეძებნა განვითარების გზა და მაშინ თავიდანვე უკვე ვიცოდით, რომ კომპანია იმისთვის, რომ განვითარებულიყო სამომავლოდ მარტო ინდივიდუალურად ვერ გააგრძელებდა ოპერირებას და საერთაშორისო რომელიმე ჯგუფის ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამ ძებნის მთავარი კრიტერიუმი იმის გარდა, რომ რა თქმა უნდა ყველა ბიზნესში არის, რაც შეიძლება წარმატებულად გააკეთო, თქვათ ეგზიტი და რაღაცა კონკრეტული ფინანსური მაჩვენებელი იყოს კარგი, იყო ის, რომ გრძელვადიანი განვითარება ყოფილიყო გარანტირებული. და ამის ერთადერთი გარანტია არის ის, რომ ორგანიზაციამ ისევ ღირებულებებს უბრუნდებით ამ შემთხვევაში, რომ ღირებულებითად იპოვოს თავისი ადგილი და ისეთი ღირებულების კომპანიას ნაწილი გახდეს, რომელიც მისთვის ორგანულად მისაღებია. მასთან ახლოს რაც იქნება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა, ვთქვათ, შერჩევას ვერ დავარქმევდი, უბრალოდ ძიება, ვთქვათ, პოტენციურად იმ კომპანიის, რომელიც მერე ამ კომპანიის მართვას გააგრძელებდა და გაგვიმართლა. ანუ ეს თავიდანვე იყო პრიორიტეტი. კი, ნამდვილად შემიძლია ხაზი გაუსვა. ეს არ იყო მარტო ჩემგან გამომდინარე, მე ამ პროცესის ნაწილი ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად ესმოდა მაშინ ჯგუფს, რომლის ნაწილიც იყო სანტე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ღირებულები შენარჩუნებულიყო და რომ არ დაგვეკარგა ის ყველაფერი წლების განმავლობაში ამ კომპანიას მოყვებოდა და რომ სამომავლოდ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, გარანტირებული ყოფილიყო მისი წარმატება საქართველოში და გრძელვადიანი განვითარება. რამდენიმე კომპანია იყო მაშინ განხილვაში და სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე მქონდა იმის ფუფუნება, რომ შეგვერჩია გაგვიმართლა კიდევ ერთხელ, რომ ლაქტალისი მაშინ საქართველოში უკვე ოპერირებდა, ეძებდა თუ მისი სტრატეგიიდან გამომდინარე, რომ ლაქტალისი არის კომპანია, რომელიც ორიენტირებული არის განვითარებაზე და ძალიან საინტერესო და უნიკალური კომპანიაა ჩემი აზრით, რომელიც არ ამგონია ბევრი ანალოგი მოიძებნოს, გაგვიმართლა იმაში, რომ მაშინ ესეთი კომპანია უკვე იყო საქართველოში და ინტერესი ჰქონდა იმაში, რომ აქ თავისი, ვთქვათ, წარმოდგენის მასშტაბი გაეზარდა. სწორედ ესე მოხდა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვითონ შერწყმის და merger and acquisition-ის პროცესი და შემდგომი ინტეგრაციის პროცესი იყო იმის და მიუხედავად, რომ იყო საკმაოდ რთული ფიზიკურად დამღლელი, იყო ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ სწორედ ეს ღირებულებითი თანხვედრა მოხდა და ამან გამოიწვია ის, რომ ყველანაირი ცვლილება რის განხორციელებას მოგვიწია, რომლის ნაწილი შენც იყავი. იყო სუფთა ტექნიკური და არ იყო დაკავშირებული, ვთქვათ, რაღაცა არსებით ცვლილებებთან, ვთქვათ, როგორ ვაკეთებთ ბიზნესს. და ამან გამოიწვია ის, რომ დღემდე ყველა ადამიანს, რომელიც ამ პროცესის ნაწილი იყო, ეს პროცესი ძალიან კარგად ახსენდება, რაც არ ამგონია, რომ ხშირი შემთხვევა იყოს, ხო? ძირითადად ყველას ეგრეთ წოდებული PTSD აქვს, რომ აი ის რთული პერიოდი ჩვენ. კი, ზოგადად ცვლილებები და ტრანსფორმაცია ძალიან რთული პროცესია. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო, ესე ვთქვათ, საკმაოდ შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ იმედი მაქვს რაღაც წვლილებით შევიტანე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო, საკმაოდ ორგანული, საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ რთული, ბევრი უძილო ღამეები, თვეები, სულ იმას ხუმრობ, რომ ამ პერიოდში ჩემი მეორე შვილი გაჩნდა, ლიზა და პრაქტიკულად ისე გაიზარდა რამოდენიმე წლამდე, რომ არ მახსოვს და ეს დანაშაული ზნობა მაქვს დღემდე მის მიმართ, მაგრამ იმდენად ესეთი პერიოდი იყო კომპანიის
ისტორიაში მნიშვნელოვანი, რომ ყველანი ვიყავით ჩართულები და თან სასიამოვნოც, ანუ თვითონ პროცესი იყო мотиваცია. ამიტომ ისევ ამას დაუბრუნდები, რომ რა მოხდა და როგორ განვითარდა, რა ვიპოვეთ, რა დამხვდა ყველაზე მთავარი და რა შევძელით რომ გაგვეკეთებინა, ის შევძელით რომ ეს შეგვენარჩუნებინა და მოგვეტანა დღემდე, იმედი მაქვს სამომავლოდაც გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და სწორი პარტნიორი შევარჩიეთ მაშინ, უკვე მე ამ პარტნიორის მხრიდან ვსაუბრობ დღეს, იმიტომ რომ ჩემი კარიერა ლაქტალისთან ერთად გაგრძელდა და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ის, რომ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ესეთი ღირებულებითი თანხwebdriver, იმიტომ რომ სწორედ ამან მომცა საშუალება, რომ უკვე ვთქვათ, ერთი დიდი ქუდი აგვეღო და დაგვეხურა ყველას ერთად და შემდეგ უკვე ჩემი კარიერა ამ მიმართულებით გაგრძელებული იყო. ჩემთვის ეს წყვეტა, ვთქვათ, რაღაცა, ვთქვათ, acquisition-ამდე და acquisition-ის არ არსებობს. ჩემთვის ეს ორგანული განვითარების ნაწილია სწორედ აი ამ ღირებულებითი თანხwebdriverიდან გამომდინარე. ამიტომ შემიძლია ვთქვა ისევ რომ დამხვდა სწორი ღირებულების კომპანია და შევძელით ის რომ ეს ღირებულებები გაგვევითარებინა და გაგვეგრძელებინა უკვე ახალ რეალობაში. პარალელურად ყველანი გავიზარდეთ, ვისწავლეთ, ინვესტირება გავაკეთეთ, ლაქტალისმა მოიტანა უზარმაზარი ექსპერტიზა. თვითონ ინდუსტრიული მენეჯმენტის კუთხით, პროცესების მართვის კუთხით და მოგცა იმის ამბიცია და საშუალება, რომ უფრო მასშტაბურად გვეფიქრა და ფაქტით სახეზეა, დღეს კომპანია აბსოლუტურად სხვა რეალობაშია, დიდი მასშტაბის კომპანია, საერთაშორისო დონის კომპანია ყველა მიმართულებით, უზარმაზარი გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაზე, როგორც ფერმერულ წარმოებაზე, ასევე საბოლოო მომხმარებელზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საერთო კარიერის განმავლობაში ჩვენ შევძელით ქართველი მომხმარებლის განვითარება, მისთვის აბსოლუტურად ახალ დონეზე აყვანა, ვთქვათ, მისი მოთხოვნების სტანდარტების თუ ასე შემდეგ და რეალურად ნამდვილი დასავლური პრინციპების და მართვის სტილის დანერგვა საქართველოში შევძელით ერთად და მგონია რომ ამით შეგვიძლია ორივეს ვიამაყოთ. მეც ძალიან მეამაყება ეს პერიოდი და ჩემი მოგრძალებული წვლილი მაგ პროცესებში. არ გინდა ეკა თანამდებობა, ძალიან კრიტიკულ პოზიციაზე მუშაობდი ჩემთან ერთად. ეს იყო ადამიანი, რაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ადამიანური რესურსების მართვა და სწორედ ამ ადამიანებმა გააკეთეს და მოიყვანეს კომპანია დღემდე და გააგრძელებენ კიდე ბევრი წელი დარწმუნებული ვარ და ჩვენი საერთო წვლილი და შენი ამ პროცესში ძალიან დიდი იყო და ყოველთვის იქნება დარწმუნებული როგორც ჩემი მეც არ ვარ ამ კომპანიის დღეს ანუ კონკრეტულად ლაქტალის საქართველოს და სანტეს ნაწილი, მაგრამ ლაქტალისში ვაგრძელებ კარიერას და სწორედ აი ამ პერიოდის დამსახურება არის რომელიც ერთად გავიარეთ. ძალიან მართლა დიდი პერიოდი იყო, მნიშვნელოვანი პერიოდი იყო და ადამიანებს ერთმანეთის დასხვების უკვე შემდგარი კარიერა და წარმატების ისტორიები ფინალიდან ესმით და შუაში მართლა ძალიან ბევრი უძილო ღამე, ბევრი შრომა იყო ჩადებული და შენი როგორც მამის ნაწილი ახსენე რომ მეორე შულზე პრაქტიკულად ის პერიოდი ამოვარდნილი გაგვეხსიერებიდან იმდენად დატვირთული პერიოდი გამოიარე. ნებისმიერი ლიდერის დროს თუ ის მართლა ტრანსფორმაციულ პროცესებს გადის, რაღაც პირადი ტრანსფორმაციის წილი და კვალიც არის ხოლმე. მე მინდა ახლა შენთან გადავამოწმო ის ამბავი, რომ რაღაცები მე მომელანდა და ასე აღვიქვი, თუ მართლა ასე იყო. იმიტომ რომ ერთია რომ კონდეს ადამიანს ლიდერული უნარები, იყო კარგი მენეჯერი და მეორეა რომ ნამდვილად ლიდერი იყო. და საუბრის დასაწყისში როგორც აღნიშნე, ეს ლიდერობა ჩემთვის ძალიან არის დაკავშირებული სხვა ლიდერების გაზრდასთან და აღზრდასთან და არა მარტო მათ განვითარებასთან პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც. ეს წლები ახლა 9, 10 და 11 წელი პატარა დრო ნამდვილად არ არის. მეგონა თავის დროზე რომ ძალიან დიდი დრო იყო და მე აღმოჩნდა რომ ძალიან ცოტა დროა. ხო, მაგრამ არც პატარა არ არის, არც იმ ურთიერთობის ფორმირებისთვის არ არის უმნიშვნელო, რომელიც იქ იყო და თან უმრავლესობა პრაქტიკულად თაობები კი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ რაღაცნაირად მენეჯმენტში საშუალოდ ერთნაირი ასაკის ადამიანები.
ჯერ მაინტერესებს კითხო რაღაც მომენტში ახსენე რომ აი შეცდომებით დაუშვე და შეცდომების დაშვების გარეშე რა თქმა უნდა არც ზრდის და ფორმირების პროცესი არ ხდება ანუ სწავლის პროცესი ავტომატურად მოიცავს ამ შეცდომებს იმ მეგობრულმა ურთიერთობებმა ხელი უფრო შეგიშალა თუ შეგიწყო როგორც ლიდერს კარგი შეკითხვაა. მინდა ვთქვა, რომ მეგობრული ურთიერთობები ძალიან ფართო მცნება და სხვადასხვა ურთიერთობებს მოიცავს. ამიტომ რასაც მეგობრულ ურთიერთობებს დღეს ვეძახი, შეიძლება 9 წლის წინ სხვა რამისთვის დამერქვა. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ მეგობრების შევიცვალეთ ან ასე შემდეგ, მაგრამ მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა არის ძალიან ფაქიზი თემა და ხშირ შემთხვევაში რთული შესათავსებელია, მაგრამ შესაძლებელია და ესეც გამოცდილება მასწავლა. აი ეს უნიკალური ადამიანი ხარ, რომელმაც აი მაგზვარზე პირველ წლებში აი შეცდომებზე თუ ვისაუბრებ, პირველ წლებში იყო გარკვეული უხერხულობა, როდესაც მეც და ვთქვათ, სხვა ადამიანებსაც ერთმანეთში გვერეოდა მეგობრობა და პროფესიონალიზმი და შეიძლება მეგობრობას ან პროფესიონალურ ურთიერთობებს ერთისთვის ან მეორესთვის ხელი შეეშალა. მე აღმოვაჩინე, რომ შეიძლება ამის შეთავსება უბრალოდ სწორი ფორმა უნდა მოიძებნოს, მეგობრობა ცოტა ფართო მცნებაა და დასაწყისში ჩემი კარიერის ამის დაბალანსება საკმაოდ რთული იყო. რამაც გამოიწვია გარკვეული შეცდომები, რომელიც შემდეგ საკმაოდ რთული გამოსასწორებელი იყო, მაგრამ სწორედ ამ შეცდომებმა განაპირობა ის, რომ ჩემი კარიერის განვითარებასთან ერთად ვიპოვე სწორი ბალანსი. სწორი ბალანსი არის პირდაპირი ურთიერთობა. არა აქ ეს მნიშვნელობა მეგობარი იქნება თუ უბრალოდ კოლეგა, ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ღია, გახსნილი, რა თქმა უნდა, სწორ ფორმატში და სწორ ადგილას, არაფერი არ უნდა იყოს, ესე ვთქვათ, არ ვიცი ქართული სიტყვა როგორ არის და შენ ხშირად მეხმარებოდი ხოლმე ამაში implied ნაგულისხმები ალბათ, არაფერი არ უნდა იყოს ნაგულისხმები, ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას სწორ ადგილას და სწორ დროს და აი ესეთი პირდაპირი ურთიერთობა არის იმის საწინდარი, როდესაც შენ მეგობრობასა და პროფესიონალებს და კოლეგებთან ერთად პოულობ სწორ ბალანსს. და რასაც მივახციეთ საბოლოო ჯამში ყველამ ერთად იყო ის, რომ ვიცოდით სად იყო აუცილებელი მოგვერგო მეგობრის როლი და სად იყო კრიტიკული, რომ ყოფილიყავით პროფესიონალი კოლეგები და ამას ერთმანეთში არ ურევდით. ეს შეგვეძლო დაგვებალანსებინა ძალიან სწორად. და ალბათ სწორედ აი იმ დრომ, რომელიც შენ ახსენე და ბევრმა წლებმა, რომელიც ერთად გამოვიარეთ, მოგცა იმის საშუალება, რომ ისეთი ადამიანები დავრჩენილიყავით მეგობარ კოლეგებად, რომელსაც ამის უნარი გქონდა. ვინც ვერ შეძლო ამის გაკეთება, სამწუხაროდ ამ კოლექტივში იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მუშაობდით, ვეღარ შეძლო თქვათ მუშაობის გაგრძელება და თავის ან სხვადასხვა მიზეზებით თავის კარიერას სხვა მიმართულებით გააგრძელა. სწორედ აი ამ ბალანსის პოვნამ და აი ამ ბალანსის აღმოჩენამ, ერთად აღმოჩენამ, იმიტომ ეს არ იყო არ ჩემი რაღაცა ცალკეული აღმოჩენა, ეს ყველამ ერთად ვიპოვეთ ეს ბალანსი, იმიტომ რომ როგორც ყველა ურთიერთობაში, ყველა მხარე უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული, არ შეიძლება მარტო ერთი ადამიანი იყოს მეგობარი და კოლეგა და მეორე მხარე იყოს მარტო მეგობარი მარტო კოლეგა, ხო? მაგრამ ჩემი აზრით მაინც ლიდერი განსაზღვრავს იმ ძირითად მიმართულებას. ლიდერის ჩამოყალიბებასაც გარემო ახდენს, ხო? ლიდერი არ ყალიბდება რაღაცა ვაკუუმში, ლიდერი ყალიბდება იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ერთად მუშაობს, იმ გარემოში, იმ რაღაცა ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც მის გარშემო არის და სწორედ ესე მოხდა. ჩვენ ერთმანეთი ჩამოვაყალიბეთ, ყველამ ერთად შევქმნით ის გარემო, სადაც ყველას თავის ფუნქცია ჰქონდა. მე ვთქვათ, შეიძლება გენერალური დირექტორის ფუნქცია მქონდა, შენ HR დირექტორის ფუნქცია ჰქონდა, ვიღაცას ვთქვათ, სხვადასხვა ფუნქციები გადანაწილებული იყო და ყველამ ვისწავლეთ ერთმანეთთან სწორი ურთიერთობა, სწორედ აი ამ ფორმატში, როდესაც შეგვეძლო მეგობრობაც და ვინც შევძელით, ხო? ყველამ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ და შევძელით ამის შენარჩუნება. სწორედ ეს იყო ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც ალბათ სანტედან მოგდევდა და მე ლაქტალისის შევძელით ამის გაგრძელება. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ყველა იყოს ერთმანეთის მეგობარი კოლექტივში და ეს არ არის ვთქვათ რაღაცა წარმატების საწინდარი, მაგრამ როგორც სიტყვიან, ეს არის კარგი ელემენტი, აი ესეთი რა, უფრო გემრიელს ხდის ყველაფერს, უფრო სასიამოვნოს ხდის პროცესს და მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ხდება შეუცვლელი ელემენტი.
თქვა, აი, როდესაც სიტუაცია მართლა რთულია, როდესაც შენ იცი, რომ კოლეგის გარდა ყავს მეგობარი, რომელიც თქვა, აი, იმ რაღაცა ზედმეც არა, იმ ექსტრას რა, იმ კიდე ესეთი მეტს გააკეთებს ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც თითქოს ფიზიკურად შეუძლებელია უკვე გაკეთება, მაგრამ აი ეს სწორედ ერთმანეთზე გვერდში დგომის ელემენტი და ეს მეგობრობა და ერთმანეთის ურთიერთგატანა შემოდის, აი მაშინ არის ალბათ ვთქვათ რაღაცა უპირატესობა, რომელიც ესეთ კოლექტივს შეიძლება კონდეს. კიდე ერთხელ არ არის აუცილებელი რომ ესეთი ურთიერთობები იყოს, მაგრამ კარგია თუ იქნება. წარმატების მიღწევა ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება, ამის გარეშეც შეიძლება უფრო დიდი წარმატების მიღწევაც თუმცა ბიზნეს წარმატებაზე მაქვს საუბარი, მაგრამ გონია რომ სამუშაო გარემო ესე უფრო სასიამოვნოა და ყოველ დღე სამსახურში უფრო დიდი მონდამებით მიდიხარ, როდესაც შეგიძლია თქვაც მეგობრებთან ერთად იმუშაო. კიდე ერთხელ არ არის მარტივი, ამას დრო ჭირდება, ამას ჭირდება ძალიან ბევრი, თქვათ, შეცდომის დაშვება და მე ამ შეცდომების გამოსწორება, მაგრამ შესაძლებელია და მგონია, რომ გამოგვივიდა. ნამდვილად გამოგვივიდა. მეგობრობის გარდა იგივე სხვა ურთიერთობები მაინც მეგობრობასთან გათანაბრებულ ღირებულებებზე დგას ხოლმე, როგორიც არის ნდობა და ურთიერთპატივისცემა, ხო? ეს ასევე რაღაცნაირად პროფესიული ეთიკის ნაწილიც შეიძლება იყოს. ნუ სადაც არის კარგია, მოდი ასე რომ ვთქვათ. და ძალიან მნიშვნელოვანი ახსენე ურთიერთობებში და საქმეში სიცხადე, რომ მოკიბული არაფერი არ არის, ზურგს უკან მიღმა არაფერი არ არის. ჩემი გამოცდილების. ხო, ანუ ეს პირდაპირობა, რომელიც ძალიან სწორ ფორმატში, სწორ ფორმატში, კი, რომელიც ძალიან ამარტივებს. ანუ ასერტიული კომუნიკაცია, რომელიც მე ძალიან მიყვარს ხოლმე. აი მენეჯერული უნარებიდან ლიდერობაზე გადასვლა ჩემთვის ტრანსფორმაციულ პროცესს უკავშირდება და მესამე შვილთან დაკავშირებით მინდა გკითხო, იმიტომ რომ მე მახსოვს ეს პერიოდი, როდესაც მოხვედი და თქვი რომ შევკრიბე მენეჯერები და გითხარი რომ ჩვენი დახმარება გჭირდებოდა. სადაც ის ექსტრა უნდა გაგვევლო და სადაც ჩემი გადმოსახედიდან მაშინ როგორც მენეჯერებს გაგვიშვი ხელი და თქვი რომ აქამდე უმრავლესობა საკითხებს მე ვაგვარებდი, ან საქმის კურსში ვიყავი და ახლა ცოტა ხანი თქვენი დიარეთ. ხო, ეს იყო ჩემი პირადი ტრანსფორმაციის არა მარტო როგორც ლიდერის, არამედ როგორც ჩემი ყველანაირ ასპექტში პერიოდი, საკმაოდ რთული პერიოდი იყო, რომელსაც დღევანდელი განმავლობაში ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, იმიტომ რომ მეც ჩემმა ოჯახმაც ყველამ ძალიან ესეთი დიდი გამოცდილება გამოვიარეთ, ძალიან რთული პერიოდი იყო, დეტალებში არ შევალ რა და როგორ იყო რაღაცა გარკვეული მესამე შვილთან დაბადებასთან დაკავშირებული რაღაცა გამოწვევა, რომელსაც მე და ჩემმა მეუღლემ და ჩვენმა ოჯახმა ძალიან კარგად გავართვით თავი და დღეს ყველაფერი ესე ვთქვათ ძალიან დადებითად და ძალიან პოზიტიურად არის, მაგრამ საკმაოდ გრძელი ესეთი რთული პერიოდი გქონდა, რომელიც მოითხოვდა ჩემგან ცოტა რეპოზიციონირებას, ანუ უფრო ნაკლები ყურადღების, აუცილებლად ნაკლები ყურადღების დათმობას, თქვათ, ყოველდღიური საქმიანობისთვის და კონცენტრირებას უფრო ოჯახურ ნაწილზე და შეიძლება ითქვას, რომ ახალი ბალანსი სწორედ მაშინ ვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელია უკეთესი ბალანსი იპოვო, უფრო კონცენტრირებული იყო, თქვათ, უფრო არა, სწორად დააბალანსო, თქვათ, პირადი და საქმიანი ცხოვრება და ალბათ ყველა ადამიანის განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩვენი თაობის ახალგაზრდების, იმიტომ რომ ახალი თაობა ცოტა სხვანაირად არის, მაგრამ ამაშიც ანუ არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ რეალობიდან გამომდინარე არის ყველაფერი. ჩვენი თაობის პროფესიონალებისთვის აღმოჩენა იყო რაღაცა მომენტში, ვინც აღმოაჩინა, რომ შეიძლება კონდეს სწორი ბალანსი პირად ცხოვრებასა და საქმეს შორის, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ ისეთი პერიოდი, როდესაც
აუცილებლად უნდა გეცხოვრა სამსახურში, თქვათ, იმის და მიუხედავად, თქვათ, რამდენი საქმე გქონდა, საქმე კი ყველას ძალიან ბევრი გქონდა, იმიტომ რომ რეალურად ბიზნეს გარემოს იქმნებოდა, თქვათ, 90-იანებში და შემდეგ 2000-იანებში და აჩქარებული ტემპით ხდებოდა ყველაფერი, რაც მოითხოვდა ძალიან დიდ ენერგიას ცოტა ადამიანისგან, იმიტომ რომ პროფესიონალების რაოდენობა შეზღუდული იყო ქვეყანაში. დღეს საბედნიეროდ რეალობა ცოტა სხვა არის. აი ეს რაღაცა აღმოჩენა ამ ბალანსის, რომელიც სხვა ქვეყნებმა დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, მოხდა ჩემი აზრით სულ ახლახანს. რა თქმა უნდა, კოვიდმაც შეუწყო ამას ხელი და მეც მეორე ეტაპი ჩემი ვთქვათ, აი ამ ახალი ბალანსის პოვნის იყო ეს პერიოდი, მაგრამ პირველი სწორედ ის პერიოდი იყო, რომელზეც შენ საუბრობ. ეს არ მოხდა ვთქვათ ნებაყოფლობით, ეს იყო უფრო ვთქვათ იძულებითი, მაგრამ აუცილებელი და საჭირო, რამაც გამოიწვია ის, რომ მე როგორც მენეჯერმა აღმოვაჩინია, რომ ჩემ კოლეგებს და ჩემ კოლექტივს, რომელთანაც მუშაობდი, შეეძლო მეტი პასუხისმგებლობის აღება, მეტი ლიდერშიპის გამოჩენა და ის რაც ერთად ვაკეთეთ, იმას უკვალოდ არ ჩაუვლია, ესე რომ ვთქვათ. ამან დამანახა ძალიან კარგად, რომ მე შემეძლო ჩემი მენეჯერული ლიდერშიპს არ და მენეჯერული სტილის ადაპტირება და შეცვლა სწორად, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამეზიარებინა ჩემი კოლეგებისთვის და ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღოთ და პირიქით ამან კიდევ უფრო გააძლიერა კოლექტივი და იმის მერე სწორედ აი ამ ფაქტის დემონსტრირებით და მათთან კომუნიკაციით და თქვენთან კომუნიკაციით ერთად უკვე ვცდილობდით, რომ ეს მთლიანი ორგანიზაციის კასკადირება გავუკეთებინა და ყველას თქვათ თავის თავთავიან პოზიციაზე აი ეს დელეგირების და დელეგირება მარტო არ არის, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრს ერევა, მარტო დელეგირება გონია და ის რომ მე ვიღაცას თქვათ საქმე მივეცი და მოდი იმან გააკეთოს. პირველ რიგში არის რომ უნდა ასწავლო ამ საქმის კეთება, უნდა შეუწყო ხელი და შეუქმნე ისეთი გარემო რომ შეძლოს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი რაღაცა, ხო? შენ აძლევ უფრო დიდი მასშტაბის დავალებებს, უფრო საპასუხისმგებლოს და ყველა ამისთვის მზად შეიძლება არ იყოს იმისთვის. თავარი არის რომ შეძლო შენ მოამზადო ის ადამიანი, თქვათ, როგორც ლიდერი, როგორც პროფესიონალი ხელი შეუწყო რესურსები ჩადო მასში, იმის რომ ეს შეძლოს, რომელიც მე შენ პროფესიონალურსაც გზდის და შენ შედეგებსაც აუმჯობესებს. თავარია ეს დაინახო. ბევრს ადრე იმედი მაქვს ხა შეიცვალა, უჭირდა და პირიქით ფიქრობდა, რომ რაც რომ მეც დავიტოვებ ჩემთვის, მე უფრო უსაფრთხოდ ვიქნები, იმიტომ რომ შეუცვლელი კადრი ვიქნები კომპანიაში. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, შეუცვლელი კადრები არ არსებობს, ეს ცოტა უტრირებული არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა შესვლა შესაძლებელია, უბრალოდ ზოგის უფრო მტკივნეულად, ზოგის უფრო უმტკივნეულად, მაგრამ სწორი ის არის, როდესაც შენ ზრუნავ იმაზე, რომ კომპანია იყოს ჯანსაღი, ყველას ჰქონდეს თავის ფუნქცია, ყველას ჰქონდეს თავის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა იყოს სწორად დაბალანსებული. სწორედ მაშინ შენ შეძლებ იმას, რომ არავინ არ იყოს დასტრესილი, არც ერთი ვთქვათ დონე კომპანიაში არ იყოს გადაღლილი, იმიტომ რომ ძირითადად ესე ხდება რა, როდესაც ხდება რაღაცა დელეგირება, თუ სწორად არ არის აწყობილი სისტემა და შენ არ ქმნი ისეთ გარემოს ყველა დონეზე, სადაც დელეგირება ხდება, არ ქმნი ისეთ გარემოს, რომ მათ ხელს უწყობ, ასწავლი, უნარებს უქმნი, ხდება აი ამ მენეჯერული დონის გადაღლა და ფრუსტრირება, რომელიც მერე შეიძლება გადაიქცეს იმაში, რომ ხალხი წავიდეს კომპანიიდან და შემდეგ ისევ ხდება პირიქით იმ დონის, რომელმაც თქვა დელეგირება ცადა, ხო, ისევ და ამიტომ ძალიან კრიტიკულია, რომ მე მაღმაში გამიმართლა, რომ ისეთ კოლეგებთან ერთად მუშაობდით, მაშინ ყველა ერთად და იმდენი რამე ქონდა ერთად გამოვლილი, რომ ყველა ძალიან მაღალი პროფესიონალი იყო და ლიდერი იყო პირველ რიგში და ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა, ყველამ ეს თქვათ რაღაცა ფუნქციების და როლების გადანაწილება ძალიან ბუნებრივად მიიღო და თავის თავზე აიღო და შემდეგ ეს გააგრძელა. ეს კასკადირება დღემდე ხდება. მე არ ვიცი არც ერთი ორგანიზაცია საქართველოში ჯერ სადაც ეს სრულად არის ბოლომდე გაკეთებული და თქვათ დაბალანსებული არის ყველაფერი, იმიტომ რომ რეალობა და რაც უფრო მასშტაბი დიდია და ვთქვათ უფრო იერარქიაში უფრო და უფრო ქვემოთ ჩადიხარ, რა თქმა უნდა უფრო და უფრო რთულდება და სწორედ ამაში უნდა ჩადოს კომპანია რესურსები, რომ გააძლიეროს ყველა ერთეული, ყველა იერარქიის დონე და მიიღოს იმ დონეზე, რა თქმა უნდა, რა დონეზე საჭირო არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც თავის საქმეს უმკლავდება და არ ხდება, ვთქვათ, კომპენსირება რომელიმე, ვთქვათ, იერარქიული ერთეულის მიერ. ხარჯზე კი. ხო.
როგორც წესი ამ ცვლილებების და ზრდის პროცესს დაშვებული შეცდომები მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა. რაც ბუნებრივია. ბუნებრივია, მაგრამ აი ესეთ კონკურენტულ ბიზნეს გარემოში, სადაც თითოეული შეცდომას შეიძლება ძალიან ძვირი ჯდებოდეს, შენთვის ეგ ზღვარი სად გადიოდა შეცდომასა და მის ფასს შორის? კარგი კითხვა, იმიტომ რომ შეუძლებელია წინასწარ განჭვრიტო შეცდომის მასშტაბი, რა თქმა უნდა, შეიძლება შეაფასო, მაგრამ ზუსტად ვერასოდეს ვერ დასვა, ისაც შეიძლება გეგონოს, რომ ურისკო არის აღმოჩნდეს ძალიან რისკიანი და პირიქით. ამიტომ მე უფრო უკანა ხედით შემიძლია საუბარი და მინდა ვთქვა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველანი ოპერირებთ რაღაცა არა სიმულაციაში, არამედ რეალობაში, სადაც ძალიან ბევრი ცვლადი არის, აი ამის შეფასება, რომ აი სად გადის ზღვარი და რაზე შემიძლია მორალურ ზღვარს ვკითხულობ, იმიტომ რომ ფინანსურს ესე ვერ მორალური ზღვარი პირიქით, ანუ ჩემი აზრით მორალის ნაწილში არანაირი კომპრომისი არ არსებობს. ანუ უპატიებელი შეცდომები ბიზნესში, რომელიც დაშვებულია არა განზრახ, არამედ რაღაცის დროებით არ ცოდნის პროცესში. ეხლა ძალიან რთულ თემას შევეხეთ, რომელიც ალბათ უფრო ბიზნესის გარემოს ხდება და უფრო რაღაც ფილოსოფიურ იმაში გადადის, იმიტომ რომ რა არის უპატიებელი შეცდომა, ანუ ცოტა რთულია. ალბათ ყველაფერს ინდივიდუალურად უნდა შეხედო, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა მარტივი ფორმულა, ბევრი ელემენტისგან შედგება, ბევრი ცვლადი არის გარშემო. უპატიებელი არაფერი არ არის, უფრო ესეთ რა ქვია, რელიგიურ ფორმატში თუ გადავალთ, შეგვიძლია ამაზე კიდევ უფრო ბევრი ვისაუბროთ. არ არსებობს რამე, რაც შეიძლება ადამიანს ვერ აპატიო, მაგრამ როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, არის რაღაცა პრინციპები, რომელთაც კომპანია ხელმძღვანელობს, რომელიც წინასწარ უნდა იყოს დეკლარირებული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს არის ალბათ მთავარი რა, ანუ ყველამ უნდა იცოდეს რა არის დიაპაზონი, რომელშიც ჩვენ ოპერირებთ და რის შემდეგაც ვთქვათ, ეს რისკი გაუმართლებელია და შეიძლება უნდა მოხდეს ამის დეკლარირება და მე ამ პასუხისმგებლობის გადანაწილება, ხო? ვთქვათ, რომ აი ეს გადაწყვეტილება მოიცავს ჩემი განმოსახედიდან როგორც ინდივიდუალის ან რამოდენიმე ადამიანის გარკვეულ რისკებს, რომლებიც წინასწარ ჩვენ მიერ დეკლარირებულ რისკების ფარგლებს ცდება და ამ შემთხვევაში რაღაცა გუნდურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ეს სიცხადე შემოტანილია და ეს ყველაფერი ამის კომუნიკაცია მოხდა და კომპანიამ ერთიანად თქვათ ყველამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ ამ რისკზე წასვლა ღირს იქიდან გამომდინარე, რომ ესეთია კომპანიის საჭიროებები, შენ კითხვაც არ იბადება. სხვა შემთხვევაში, თუ ეს არის რაღაც კონტროლირება ზღვარში ჩასმული და ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ადამიანი უბრალოდ ესე ვთქვათ, რაღაცა ისე უდგება ზედაპირულად და ზერელე მიდგომის გამო არ ხდება და მან მართლა შეეცადა ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებში იყო, მაგრამ შედეგი მაინც თქვა სხვა დადგა და ეს მოხდა პირველად და ამისგან რაღაც გაკვეთილი ყველამ გამოვიტანეთ, ყველაფერი შესაძლებელი. კიდევ ერთხელ შეცდომები არის კარგი და კარგი რამ ხრივ. კარგი არის იმდენ მე არ ვარ პირველი რომელიც ამას ამბობს და მთელი კულტურა არის ჩამოყალიბებული ძალიან ბევრ ორგანიზაციაში, რომელიც სწორედ აი ამ შეცდომებზე არის ორიენტირებული. იმიტომ რომ შეცდომა გაძლევს საშუალებას, რომ ისწავლო და განვითარდე. ძალიან იშვიათად სამწუხაროდ ადამიანი სწავლობს სხვების შეცდომებზე და ყველა წიგნს, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, ეს რომელიც არის თქვათ რაღაცა პროფესიონალური განვითარების წიგნი, სწორედ ამაზე გიყვება, რომ აი მე როგორც პროფესიონალმა ეს შეცდომა დაუშვი და ეს დასკვნა გამოვიტანე. ძალიან კარგია თუ შენ ამ წიგნის წაკითხით ამას სწავლობ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესე არ ხდება და ხშირ შემთხვევაში გიწევს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არ არის, იმიტომ რომ ადამიანი თქვათ რაღაცას ვერ სწავლობს ხუსი მაგალითი, იმიტომ რომ ყველა ინდივიდუალური შემთხვევა არის განსხვავებული. და სწორედ ეს არის შეცდომების მთელი ვთქვათ, სილამაზე, რომ შენ შეგიძლია ამ შეცდომებიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანო და გაიზარდო როგორც პროფესიონალი, გაზარდო კომპანია, შექმნა გარკვეული პროცედურა, შექმნა რაღაცა განსაკუთრებული მიდგომა, რომელიც სამომავლოდ ამ შეცდომისგან დაგვაზრდოს როგორც მინიმუმი, ან პირიქით მოგდებს საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფად და კიდევ უფრო სწორად განვითარდე და ეს სწორედ ამისი
ხელშეწყობა არის სწორი. ოღონდ რა თქმა უნდა სწორი ფორმით ეს არ ნიშნავს რომ აი რაც გინდა ისაკეთე და ჩვენ ამ ყველაფრისგან ვისწავლით. კიდევ ერთხელ უნდა იყოს სიცხადე, რა შეიძლება და რა არა და ზედმეტი სიფრთხილე იწვევს იმას რომ განვითარება ჩერდება და იწყება სტაგნაცია. კომპანიების და კორპორაციების და ადამიანის ბუნება არის განვითარება. განვითარების გარეშე ხდება სტაგნაცია და სტაგნაციის მერე აუცილებლად კომპანია მიდის უკან და თუ არ შეცვალე მიდგომა დამთავრდება იმითი რომ მოხდება მით უმეტეს როდესაც ბიზნეს გარემო ისე სწრაფად მიდის რომ კომპანია თუ სტაგნაციაში ადამიანის ბუნებაში დევს განვითარება. ადამიანი არის ის არსება, ყველა სხვა არსებისგან განსხვავებული, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია წინსვლაზე. აი ხა რაც ხდება, ხო? NASA-მ გაგზავნა მისია, რომელსაც წრე უნდა დაარტყავს თვარეს. ერთ შეხედვით აი რა თუნდათ, ხო? რატო წვალობენ, რატო იხარჯება ამდენი მილიარდი, რომ ის უკან ამღარეს მარტო 40 წუთი ხო, უნდა წრე დაარტყან, ხო? იმიტომ რომ ეს არის სწორედ ადამიანის ბუნების გამოვლინება, ხო? როდესაც ჩვენ როგორც ადამიანები ვცდილობთ, რომ უფრო მეც მივაღწიოთ, ახალი გავიგოთ, ყველაზე ღრმად ჩავყვინთოთ, ყველაზე მაღლა გავფრინდეთ, ყველაზე სწრაფად მივიდეთ. თითქოს ხო, აი ესეც არის რა, აი ამ ბალანსის პოვნა ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს არის სწორედ ბიზნეს გარემოშიც, ხო? ყველა კომპანია არის ორიენტირებული განვითარებაზე. ის გადარჩება, რომელიც განვითარდება. აქ ბიბლიური ისიც არის ჭეშმარიტებაც, ხო? რომ ის რომ მე შევინარჩუნე როგორც მენეჯერმა ის რაც დამხვდა და 10 წლის მერე ზუსტად იგივე არის, ეს არ არის წარმატება. პირიქით, წარმატება ის არის, როდესაც შენ რაღაცა რესურსებს, რაღაცა კომპანიას იბარებ, რაღაცა ფუნქციას იბარებ, რაღაცა მიმართულებით ხდები პასუხისმგებელი და შემდეგ ამ პასუხისმგებლობას იყენებ იმისთვის, რომ გაამრავლო, არა იმიტომ რომ მეტი მოგება დაწერო, მოგება რა თქმა უნდა კარგია და სასიამოვნოა, მაგრამ სწორედ ესეთ გარემოში არის ყველა ბედნიერი, როგორც დამფუძნებელი და მფლობელი, ისე რიგითი თანამშრომელიც, იმიტომ რომ მისი რეალიზება ხდება. ის თელ თავის რესურს ახმარს კომპანიის განვითარებას და ამის შედეგს ხედავს და ამით კმაყოფილია, რაც კიდე იწვევს იმას, რომ კიდე უფრო მეტი უნდა და ეს პროცესი ხდება უკვე შეუქცევადი და ძალიან ესეთი სწორი. ამიტომაც არის რომ შეცდომები არის ამისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. შეცდომაც თუ არ დაუშვი, ვერ განვითარდები, თუ არ დაინახე რომ აი ამ გზით, თქვა, სწორად არ წახვალ და თქვა ამას არ შეუცვალე, გეზი ვერ წახვალ წინ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს მე პირადად ნანახი, განსაკუთრებით ევროპულ კომპანიებში, სადაც ეს ყველაფერი უკვე პრაქტიკულად კეთდება, როდესაც შეცდომების არ ვიტყვი ესე აღნიშნა და რაღაცა ტორტის გაჭრა ხდება, მაგრამ ხდება ამისი პოზიტიურ რაკურსში დანახვა. აი მაგ მაგალითად ნანახი ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც გამოკრული იყო დიდი დაფა, სადაც ყველა, ვთქვათ, თანამშრომელი, რომელიც იმ ოფისში მუშაობდა, აკეთებდა დეკლარირებას მისში ბოლო კვირის განმავლობაში დაშვებული შეცდომების და რა ისწავლა და ხდებოდა იყო გამოტანილი ასევე ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დაუშვეს, ვთქვათ, რაღაცა ბოლო 1 თვის განმავლობაში და რა დასკვნა გამოიტანეს. ოღონდ ეს იყო ძალიან პოზიტიურად გაკეთებული, რაც აი ამ ყველაფერსაც ჩვენ საუბრობთ, უსვავდა ხაზს. ჯერჯერობით საქართველოში კომპანიები არ ვიცი შეიძლება არის ამის მაგალითები, მაგრამ ზოგადად რა ვიღოთ ამისგან ცოტა შორს ვართ, მაგრამ ესეც მოვა. კიდე ერთხელ საქართველოში ბიზნეს გარემო საკმაოდ ახალგაზრდაა. პროფესიონალები ძალიან ბევრი გაჩნდა ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით ისინი, ვინც თქვათ ინდუსტრიაში დიდი ხანია მუშაობენ, ან სხვაგან მიიღეს გამოცდილება, ისწავლეს, თქვათ იმუშავეს და შემდეგ ჩამოიტანეს აქ, მაგრამ ჩემი აზრით კრიტიკული მასა უკვე არის ესეთი პროფესიონალების, უბრალოდ დრო ჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ფორმირება გააკეთონ ბიზნეს გარემოს. ბიზნეს გარემო საქართველოში ვითარდება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე თქვათ სხვა მიმართულებები და ეგ სწორიც არის, ხო, ბიზნესი არის მამოძრავებელი ზოგადად განვითარების და საქართველოში სწორედ ეს ფუნქცია აქვს და მგონია რომ მით უმეტეს ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, რომელიც აადვილებს ბევრ პროცესებს, ჩვენს ბევრ მიმართულებით უკვე წინ ვართ და საკმაოდ კარგი მაჩვენებლებიც გვაქვს, მაგრამ აი ამ კულტურას ვთქვათ განვითარების და შეცდომებზე სწავლის კიდე უფრო მასშტაბური და მასიური სახე ექნება და ყველა ბიზნესში მოიკიდებს ფეხს. იმედია. არა, დარწმუნებული ვარ. იცი რა მაინტერესებს, აი ამდენ ხანს სანტეში და ლაქტალიში ერთობლივად გატარებულმა 17 წელიწადმა
რომელიც ზე ლოიალურობაა ჩემთვის და მით უმეტეს თანამედროვე პერიოდში, როდესაც ადამიანები ცხოვრების განმავლობაში მინიმუმ 5 ჯერ მაინც იცვლიან უკვე პროფესიებს. აკადემიური განათლებაც ბიზნესის მართვის კუთხით გაქვს მიღებული და ძის არა კონკრეტულად. ზოგადად აკადემიური განათლება მაქვს, ანუ ჩემი საუნივერსიტეტო წლები მაქვს გატარებული ბიზნესის მართვის მიმართულებით, რომელიც კონკრეტულად იყო დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო აქტივობასთან, ესე რომ დავთქვათ ფართოდ რა, ანუ ეგრეთ სასოფლო-სამეურნეო აქტივობასთანაც იყო კავშირი. კი. ამიტომ პირდაპირ თქვა, არასოდეს არ მქონია მიზნად თქვა ძის წარმოების და გადამუშავების ინდუსტრიაში მუშაობა, მაგრამ ესე მოხდა სხვადასხვა გარემოებების გამომდინარე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი თავი აქ ვიპოვე და ძალიან საინტერესოა, იმიტომ კი არა რომ უშუალოდ თქვა აი რაღაცა ძის პროდუქტი რომელიმე კონკრეტული მიყვარს ესე რომ ითქვიან. უბრალოდ საკმაოდ მასშტაბურია და ყოვლის მომცველია და რაც თავია ძალიან დიდი ფართო ისა აქ რა ქვია footprint-ი, ანუ საკმაოდ დიდ მასშტაბს მოიცავს პირველადი წარმოების, იმიტომ რომ ფერმებს ემუშავები ადამიანებს, რომლებიც თქვა ამითი არსებობენ, გიწევს მათთან ურთიერთობა, აკეთებ მე ამ რძის ძალიან დიდი შრომის შედეგად მიღებული რძის შეგროვებას, გადამუშავების პროცესიც ცალკე ფენომენია, იმიტომ რომ ფერმენტაციის პროცესი როგორც ღვინოში, ასევე ლუდში, ასევე რძეში არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მეცნიერულად საინტერესო და არა მარტო მეცნიერულად, როგორც მომხმარებელი ძალიან ესეთი სასარგებლო ადამიანმა ძალიან ბევრი საუკუნის წინ აღმოაჩინა და დახვეწა და დღემდე გრძელდება ამის დახვეწა. ეს მეცნიერული ელემენტიც და სასიამოვნო ელემენტიც შემოდის. და შემდეგ რაც ეგრეთ წოდებულ FMCG პროდუქტებს ახასიათებს არის რომ ძალიან დინამიურია, ანუ სულ ახალ პროდუქტებზე უნდა იმუშაოს, სულ ინოვაციები, ინდუსტრია სულ იცვლება და აი ეს რაღაცა დინამიკა, თქვათ, თვითონ მომხმარებლის მხრივ და მე პირიქით პირველი წარმოება, რომელიც აბსოლუტურად არადინამიურია და სტაბილურობა ჭირდება, აი ამ ორის დაკავშირება არის ის გამოწვევა, რომელიც ამ ინდუსტრიას აქვს. შენი ლიდერობა სულ მაგ გამოწვევებში და ბალანსის პოვნაშია. ეს არის არა მარტო ეს ჩვენი ინდუსტრიისთვის არ არის მარტო დამახასიათებელი, ბევრი ზოგადად გადამუშავების და საბოლოო პროდუქტის შექმნის აი ესეთი ინდუსტრიები აი ესეთ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩემი თავი აქ ვიპოვე. ამიტომ ის რო ვამბობ, რომ რაღაცა მომენტებში გამიმართლა იმაში, რომ მაშინ აი ესეთი მიმართულებით მივიღე აკადემიური განათლება და მე ისე აღმოჩნდა, რომ ეს აკადემიური განათლება გამომადგა და გამოყენებაში და რეალურად პრაქტიკაში გადავაქცია. და ეს უბრალოდ ხელი შეგეწყო რაღაცნაირად მაგაში და იმიტომ აი ეს ლოიალობა ამდენ ხანს რომ გასტანა, უბრალოდ საინტერესო იყო. ყველაფერს აბსოლუტურად აქვს პრაქტიკული და რეალური ახსნა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, არ არსებობს რაღაცა შემთხვევითობა, ხო? მიზეზ შედეგობრიობა გასაგებია. აქაც არის ძალიან მარტივი. ერთი არის ის, რომ ჩემი აზრით ის კომპანია, ვთქვათ, რომელშიც დავიწყე მე თავის დროზე მუშაობა და შემდეგ გავაგრძელე ლაქტალიზის სახით, საქართველოში იყო ერთ-ერთი მოწინავე, რაც გამაძლევდა საშუალებას თვით რეალიზების. და ალტერნატივა თქვათ იგივე ინდუსტრიაში ბევრი არ იყო, ხო? არ იყო ის, რომ თქვათ ბევრი საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც გთავაზობდა განვითარების რაღაცა უფრო საინტერესო და უფრო გამოწვევებით სავსე თქვათ მიმართულებას, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ის, რომ ეს გარემო ყოფილიყო პირველ რიგში ორიენტირებული განვითარებაზე. კიდე ამას დაუბრუნდები რა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ადამიანის мотиваციისთვის. ეს არის ყველამ ვიცით, ხო, ისე ბანალურ რაღაცებს ვიტყვი, მაგრამ აუცილებელია რომ კიდევ ვთქვათ, ეს არ არის ხელფასი. ხელფასი არის мотиваცია ორი თვით. სანამ არ მიხვდება, არ მიეჩვევა, არ შეიცვლება ცხოვრების დონე და ყოველთვის არსებობს უფრო დიდი მანქანა, უფრო დიდი თვითმფრინავი და ასე შემდეგ. თუ ეს არის მთავარი мотиваცია, ეს არასოდეს არ იქნება საკმარისი და ყოველთვის ადამიანს მის რაც
ბუნებრივია უნდა იყოს, იმიტომ რომ რაც უფრო მეც მუშაობ, კარგია, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ეს ვერ იქნება მთავარი мотиваცია. მთავარი мотиваცია ვერ იქნება გარემო, რომელშიც მუშაობ, რომელიც აუცილებელია და უნდა იყოს ასიამოვნო, უნდა იყოს უსაფრთხო პირველი რაც არის, ყველანაირად, არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად და აი ეს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ხშირ შემთხვევაში ესე არის მეორე ხარისხოვანი არის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და უკრიტიკულესი და აქ შემოდის სწორედ ლიდერის და HR დირექტორის და HR ლიდერის ფუნქცია რომ და როლი რომ აი ეს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ესეც ჰიგიენის ნაწილი არის. ყველაზე მთავარი არის რომ ჩვენი თავის საჭიროება დავინახოთ და დავინახოთ თვით რეალიზება შევძლოთ იმაში რომ გარკვეული გამოწვევები არსებობდეს ჩვენ წინაშე როგორც პროფესიონალების წინაშე და ჩვენ ეს გამოწვევები გადავლახოთ ერთად კოლექტიურად და ინდივიდუალურად. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური გამოწვევები, ეს შეიძლება იყოს რაღაც კორპორატიული და საერთო გამოწვევები, მაგრამ აუცილებელია ეს განვითარების ტრაექტორია, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ უფრო მეტი, უფრო საინტერესო და სანამ აი ეს იარსებებ ჩემთვის პირადად მანამ მე ვთვლი რომ ამ პოზიციაზე ჩემი და აი ამ მიმართულებით ჩემი აკოფნა საინტერესოა. მომწონს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ იმას, რასაც წლები ავაკეთებ, ვიპოვე ჩემი თავი ამაში, ისე დაემთხვა შენ თქმის არ იყოს, რომ აკადემიური განათლებაც დაახლოებით იგივე სფეროში მქონდა და მე იგივე სფეროში ამოყავი თავი. დავაგროვე ძალიან დიდი გამოცდილება ტექნიკური ესე შეიძლება ითქვას, შენ სწორად თქვი, რომ გენერალური დირექტორი და ლიდერი ვერ იქნება პროფესიონალი ყველაფერში, მაგრამ იმის უნარი მაინც მაქვს, რომ პროფესიონალებს ვესაუბრო და მათი გავიგო და მათ ჩემი გავაგებინო და ამ აქტივის გვერდზე გადადება არ მინდა, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია მაინტერესებს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და რასაც თავიდან ვამბობდი, ღირებულებითად ჩემია. ანუ ეს ორგანიზაცია სადაც ვარ, ღირებულებითად არის ჩემთვის ძალიან მისაღები, ძალიან ორგანული და სწორ ადგილას ვარ. ანუ ბევრი კომპონენტი არის, რომელიც ჩემ ლოიალურობას და იმას განაპირობებს, რომ მე ჩემ განვითარებას ამ წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციაში ვხედავდი და სამომავლოდაც ამ ორგანიზაციაში ვხედავ. პირველი ეს არის რომ ღირებულებითად ჩემთვის მისაღებია. მეორე არის რომ მაქვს იმის საშუალება რომ ეს ჰიგიენური მომენტები არ არსებობდეს, თქვათ იგივე ანაზღაურების კუთხით იქნება ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, ფიზიკური უსაფრთხოება, ესეც მნიშვნელოვანი ანუ დაგვავიწყდება და ყველაზე მთავარი ის რომ საკმარისად არის გამოწვევები იმისთვის რომ თვით რეალიზება შევძლო და ჩემი აი ეს დაგროვებული პროფესიონალიზმი იქნება, ენერგია, ლიდერობის უნარები, მეგობრობა თუ ბევრი სხვა რამ გამოვიყენო იმისთვის, რომ კოლეგებთან ერთად ეს გამოწვევები დავძლიო და თვით რეალიზება შევძლო. ამიტომ კარგი კოქტეილი გამოდის, კარგი მიქსია, რომელიც მაძლევს საშუალებას იმისი, რომ ამ კომპანიაში ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ გამოწვევები არ არის, ზოგი გამოწვევა იმდენად რთულია, რომ გარკვეულ სტრესსაც იწვევს, გარკვეულ დაძაბულობასაც იწვევს, მაგრამ ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, არა მარტო პროფესიულის, არამედ პირადის და პლუს კიდე ერთ რამეს გაუსვავს ხაზს, ძალიან მნიშვნელოვანს, ის რომ მე მაქვს იმის ფუფუნება, რომ პირველ რიგში ვიპოვე ბალანსი სწორი ჩემი გადმოსახედიდან სამუშაოსი და საქმის და პირადის და პლუს ჩემი ოჯახის ხელს მიწყობს, ჩემი მეუღლე, რომელმაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იკისრა თავის თავზე და მად მინდა კითხვა მაგ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს მეუღლის და ოჯახის გარეშე არ გამოდის. პირველად როდესაც წახვედი ლონდონში 12-13 წლის იყავი და არ იყო შენი არჩევანი, მაგრამ ეხლა იგივე არჩევანის წინაშე უკვე მარტო შენ კი არა, შენი ოჯახიც დადგა და არა მარტო მეუღლე, არამედ უკვე თინეიჯერი შვილებიც. აი როგორც 4 შვილის მამას მინდა გითხო. და თან არაჩვეულებრივ მამას, იმიტომ რომ ვიცი როგორი ჩართული ხარ მათ არა მხოლოდ გაზდის, არამედ აღზრდის პროცესში. როგორი იყო ეს გადაწყვეტილება ლაქტალის რუმინეთში გადასვლის და როგორც ვიცი ოჯახით რელოკაციის გარკვეული პერიოდის მერე? იცი არის, აი ეს კითხვა რომ დამისვა ალბათ სადღაც 2 წელიწადში უფრო კარგად გაგცემ პასუხი, თუ პროცესში ვარ და მე თვითონაც არ ვიცი. ერთი ვიცი ზუსტად რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორად აღნიშნა შენ, არ მიმიღია მარტოს, ეს მივიღეთ მე და ჩემმა მეუღლემ და ჩვენ ოჯახში გარკვეული ბალანსი შეიქმნა წლების წინ, როდესაც ჩვენი ფუნქციები ვიპოვეთ. ჩემი მეუღლე არის ესე ვთქვათ ოჯახის თავი, ესე დავერქვე პირდაპირ, არჩეულებრივი დედა და მეუღლე, რომელიც
საკმაოდ დიდ ოჯახს 4 ბავშვს, რომელიც იწყება თინეიჯერობიდან და მთავრდება წლინახევრის ნინათი, ძალიან ესე ართმევს თავს, პროფესიონალურად შეიძლება ითქვას, არა მარტო თქვა პროფესიონალი დედა. პროფესიონალი დედა, აი ხანდახან ხო ცოტა ისე ხო იცი, ისე ჟღერს რა, თითქოს პირიქით, ჩემი აზრით, ბევრად რთულია იყო, იმიტომ რომ როდესაც ვარ ხოლმე სახში, ან შვებულებების დროს, ან ისე და უყურებ, რამდენად რთული არის ამ ყველაფრის კეთება და რა თქმა უნდა, როდესაც სახში ვარ მასთან ერთად და ამ ფუნქციებს ვინაწილებ, ხანდახან განცდამაქ რომ აი ხა სამსახურში გავძრე, იმიტომ რომ რთულია, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ აქვს არც საწყისი საათი, არც ის რომ იცი რა, ეხა 6 საათია მე სახში უნდა წავიდე, 24 საათიანი სამუშაოა და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე არის, იმიტომ რომ მომავალი თაობების აღზრდაზე არის საუბარი, ეს არ არის მარტო ის რომ ჩააცვა, აჭამო და თქვათ რაღაც გაკვეთილზე გაუშვა, შენ თქმის არ იყოს, ეს არის მათი განვითარებაზე ზრუნვა, მათ ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებაზე და მათ ჩამოყალიბებაზე როგორც წარმატებული და ბედნიერი ადამიანების, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, რომელსაც ყოველ დღე რო ვაცნობიერებდეთ ყველა ჩვენთაგანი, ცოტა შეიძლება დავისტრესოთ, მაგრამ ჩემი მეუღლე ამას ძალიან კარგად ართმევს თავს და სწორედ მან მომცა ის ფუფუნება, რომ მე ამ პოზიციაზე დავთანხმებოდი. რა თქმა უნდა, კონსულტაცია გავიარეთ, ოჯახური გადაწყვეტილება მივიღეთ და მან იტვირთა ამ გადაწყვეტილების ყველაზე რთული ნაწილი, იმიტომ რომ მე ეხა წავედი სადღაც თებერვლის დასაწყისში, სულ რამოდენიმე თვეა წასული ვარ. ჯერჯერობით ვარ წასული მარტო, იმიტომ რომ ბავშვებმა აქვს სკოლის სემესტრი უნდა დაამთავრონ და შემდეგ ზაფხულში გადმოვლენ უკვე ყველანი ერთად და ეხა მე იქ ვარ და ისინი აქ არიან და ჩემი მეუღლე პრაქტიკულად კაციც არის, ქალიც არის, ყველაფერი არის, ყველაფერს აკეთებს, იმასაც უჭერს, რადიატორსაც უჭერს, როცა საჭიროა პროდუქტიც მოაქვს და ართმევს თავს ძალიან მაგარი პროფესიონალია, მინდა თქვა. თავის კარიერაზე მე სამე შვილის დაბადებასთან ერთად კარიერა შეიცვალა, ესე რომ ვთქვათ, და ამაზე გააკეთა კონცენტრირება, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩემთვის პირადად და მომცა იმის საშუალება, რომ აი ესეთი გადაწყვეტილება მივიღო, ძალიან განსხვავდება, ვთქვათ, რაღაცა სტუდენტურ პერიოდში რელოკაცია და ოჯახურად რელოკაცია, ჯერ ამის სრული გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ ეხლა რომ რაღაცა ვთქვა, რომ იცი რა, ეს მარტივი ან რთულია ადრეა, ალბათ კიდე რო ვისაუბრებთ რამოდენიმე წელიწადში უფრო თამამად შევძლებ საუბარს კოლეგებს რომელსაც ეს გზა გავლიართ, როდესაც ვესაუბრები, ყველა ცოტა ეს არის, რა ქვია, დაძაბულია და ყველას გარკვეული სტრესი აქვს მიღებული, იმიტომ რომ არ არის რელოკაცია მარტივი, მარტო ჩემ თავზე და ვთქვათ მე და ჩემი მეუღლე შენ სწორად აღნიშნა თინეიჯერებზე და ახალგაზრდებზე ვართ დამოკიდებულები, რომლების ფორმირებაც ხდება ჩემ თავს როცა ვიხსენებ ამას წლის ასაკში როდესაც წავედი. ალბათ ყველაზე დიდი სტრესი მივიღე ცხოვრებაში, რაც მიმიღია ესე რა, რომ ავიყოთ და ვთქვათ რამოდენიმე წელიწადში რომ გავაკეთოთ ამის კონცენტრირება. არ არის მარტივი და არ არის ვერხს რაციონალურად ვერხსნი, ხო? ეხლა მეც და ჩემი მეუღლეც რაციონალურად ვხსნით, რატო გადავდივართ რუმინეთში, ხო? გვესმის, რომ რაღაცა საინტერესოა გამოწვევა, კარიერა, მათაც ვუხსნით ამ ყველაფერს, მაგრამ ესეთ ასაკში ამის გაგება რთულია. ამიტომ ჩემი პირველი, ესე ვთქვათ, დავალება ჩემი თავის მიმართ არის ის, რომ პირველი არის, რომ გარკვეული კომფორტი შევქმნა მათ იქ იმისთვის, რომ სწორ გარემოში გაიზარდონ, სწორი სკოლა ქონდეთ, თვითრეალიზება შეძლონ. არა მარტო როგორც ვთქვათ რაღაცა აკადემიურად, არამედ რაღაც მეგობრების წრე გაიჩნო, არ გაწყვიტონ ურთიერთობები აქაურ მეგობრებთან, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდა, სადაც ჩემი მშობლების და დიდი დამსახურება არა მარტო ასევე ჩემი მეგობრების ის, რომ იმის და მიუხედავად მე რომ 13 წლის ასაკში წავედი აქედან, ის მეგობრების წრე, რომელიც ვთქვათ აქ მყავდა, შევინარჩუნე კიდევაც და დღემდე ასე ვთქვათ უახლოესი მეგობრები ვართ და ეს ძალიან დიდი ფუფუნება, იმიტომ რომ როდესაც აქ ჩამოვდიოდი, ყოველთვის ერთ წუთში ისევ აქ ვიყავით, თქოს ასე დაწავსოთ, დღემდე ესე ვარ. ეხლა გუშინ შევხვდით ჩემ მეგობრებს, რომლებიც თქვათ აი ორი თვე არ მინახავს, რაღაც ურთიერთობა ერთმანეთს რაღაც WhatsApp-ით ასე შემდეგ და ისეთ განცდა მქონდა, გიგონება აქ ვიყავი სულ და აი ესეც ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ და რაღაცნაირად აი ეს ურთიერთობები შეუნარჩუნოთ მათ, რომ ორივე სამყაროს საუკეთესო
მხარე გქონდეთ, ხო? ის რაც აქ აქვთ, რაც უნიკალურია საქართველოს ის რაღაცა ჩვენი ურთიერთობები, რომელიც მართლა ჩვენია და ასევე ვთქვათ ის რაღაცა უპირატესობები, რომლებიც მათ შეიძლება მიიღონ ახალ გარემოში, როდესაც ახალ კულტურებს გაეცნობიან, როდესაც ახალ მეგობრებს გაიჩენენ, აღმოაჩენენ, რომ სოფლიოს უფრო დიდია ვიდრე ვთქვათ რაღაცა ჩვენი ქალაქი და საქართველო და უფრო თვალსაჭირსაც გაიზდიან, გამოცდილებასაც მეც მიიღებენ, რომელიც იმედი მაქვს, რომ სამომავლო ცხოვრებაში გამოადგებათ. ერთ-ერთი მთავარი мотиваცია მართალი რო გითხრა, რატომაც ამ ყველაფერზე დავთანხმდი და რატომაც გადავწყვიტეთ ოჯახით რელოკაცია, სწორედ ეს არის, რომ ბავშვებმა უფრო მეტი მიიღონ და უფრო მეტი ნახონ აი ამ ძალიან კრიტიკულ ნაწილში თავისი განვითარების და ჩამოყალიბების, როდესაც დიდ გამოცდილებას მიიღებენ, სხვადასხვა კულტურას გაეცნობიან, სხვადასხვა ტიპის და კულტურის ადამიანებთან შეხება ექნებათ და მათ შინაგან სამყაროს და მათ რაღაც წარმოდგენას იმათ თვალსაჭიერს გაამდიდრებს და უფრო ესეც გახდის, რა ქვია. ხო, შენ შემთხვევაში თუ შენ მარტო მოგიწია იქ წასვლა, ესენი ოჯახით იქნებიან, რომელიც ხო, აი ესე რაციონალურად ვცდილობ რა ავხსნა, როდესაც ვხსნი, ვიცი რა, მე მარტო ვიყავი და თქვენ ერთად იქნებთ ეს, რა თქმა უნდა. აი ეს ზუსტად ის არის, ხო იცი, მშობლები ამბობდნენ, რომ აი ჩვენი ბავშვები უფრო რთული იყო ჩვენ დროს, ეს ყველა დროს თავისი სირთულეები აქვს და ერთი მეორეს არ დარდება. ყველა მშობელი იმას ვცდილობთ, რომ ჩვენ იგივე შეცდომებად რაც მიგვაჩნია, არ გავიმეოროთ და ეგ არის ხაფანგი, როცა შენ ცდილობ, რომ რაღაცა შენი შეცდომების კორექტირება გააკეთო შენი შვილების ცხოვრებაში, თითქოს ამითი რაღაცა მათ უფრთხილდები, მაგრამ არ არის სწორი, ყველამ თავის შეცდომები უნდა დაუშვას, რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ინსტინქტი არის, რომ შეცდომებისგან დავიცვათ, მაგრამ აქაც ბალანსი არის საპოვნელი და არ შეიძლება ჩვენი რაღაცა კომპლექსების და ჩვენი შეცდომების კომპენსირება გავაკეთოთ ჩვენ შვილებში, იმიტომ რომ ხო, რა თქმა უნდა, მათ თავის ცხოვრება აქვს, თავის შეცდომები უნდა დაუშვათ, ისე შეცდომებს უბრუნდებით, თავისი გამოცდილება უნდა შეიძინონ და თავისი ცხოვრება თვითონ უნდა იცხოვრონ. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული როლი გვაქვს და ეს არის ჩვენი გამოცდილების გაზიარების და არა კონტროლის მათი გამოცდილების და არა რაღაცა ვირტუალური რეალობის შექმნის და დაფარვის თქვათ რაღაცა პრობლემებისგან. პირიქით, თუ რა თქმა უნდა, ახლა ამას რო ვამბობ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი პრაქტიკაში მომყავს და ადვილად გამომდის, მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ და კი, ნამდვილად, ყველაზე დიდი გამოცდილება და ყველაზე რთული არის მამობა. ბევრად უფრო რთული არის, ვიდრე ვთქვათ ლიდერშიპი და კომპანიის ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ აი რა გასწავლა მაგ მამობამ? სწავლის პროცესში ვარ. აი რას სწავლობ ისეც, რომელიც ბიზნეს ლიტერატურაში არ შეხვედრია, ან სხვანაირად იყო. იმას სწავლობ, რომ სიტუაციის კონტროლი შეუძლებელია, იმას სწავლობ, რომ ის რომ შენ რაღაცა ზუსტად იცი დანამდვილებით, რომ სწორი არის, არ ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია რაღაც იმპერატიულად ეს გადაწყვიტო და გადაუწყვიტო შენ შვილს, უნდა მიცეს საშუალება, რომ შეცდომები დაუშვას, უნდა შეეცადო, რომ შენი გამოცდილება გაუზიარო და გადაწყვეტილებებს შენ ვერ მიიღებ საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, უკვე როდესაც ჩამოყალიბება ხდება უკვე თინეიჯერების და ასაკში შედის, ეს ინსტინქტი პირველი არის, რომ ეხლა მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ მარტივად. კიდევ ერთხელ ვამბობ, პრაქტიკაში ამ ყველაფერს მოყვანა ძალიან რთულია და სწორედ ეს არის განსხვავება, რომ ინდივიდუალთან გაქვს საქმე, რომლის ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზე არის საუბარი. ეს არ არის რაღაც კომპანია, სადაც ყველა მოდის, თქვათ, იხარჯება და მიდის მე თავის ცხოვრებას ცხოვრობს და თქვათ, რამე რო იყოს, შეუძლია ამ სამსახურიდან წავიდეს და ახალი სამსახური დაიწყოს და თქვათ, ჩამოყაროს და ნოლიდან დაიწყოს და შეცვალოს. აქ ამის ფუფუნება არ არის, ყველა შენი გადაწყვეტილება და ინტერაქცია შვილებთან რაღაცნაირად დაილექება, მათ ცხოვრების ფორმირებას გააკეთებს და ამიტომ აუცილებელია გარკვეული სიფრთხილე. რაც კიდევ ერთხელ გვიბიძგეს იმისკენ, რომ ვაკონტროლოთ ყველანაირად სიტუაცია და ჩემი გადმოსახედიდან, დღევანდელი გადმოსახედიდან აი ეს კონტროლი ბოლომდე არ არის სწორი. რა თქმა უნდა, აუცილებელია კომუნიკაცია, აუცილებელია ახსნა, აუცილებელია მოსმენა, აუცილებელია გაზიარება
ჩვენი გამოცდილების, მაგრამ კიდევ ერთხელ იქიდან გამომდინარე თუ გავაცნობთ რომ ჩვენი გამოცდილება მათი გამოცდილების ანალოგიური არ არის და მათი გამოცდილება განსხვავდება, იმიტომ რომ განსხვავდება თაობები, განსხვავდება რეალობა, განსხვავდება გარემო, განსხვავდება ღირებულებები, გარკვეულწილად და ამიტომ ჩვენი გამოცდილებაც უბრალოდ არის მაგალითი, რომელიც მათ შეიძლება მიიღონ. ძალიან კარგი არის თუ შევძელით მათთან სწორი ურთიერთობა ისეთი, როდესაც ისინი მზად არიან რომ გაგვიზიარონ და აზრი ვკითხონ და ესე ჩვენზეა დამოკიდებული, როდესაც შვილი რაღაცას არ გიზიარებს, პირველ რიგში შენი ბრალია, იმიტომ რომ შენ ისეთი გარემო ვერ შეუქმენი, სადაც ის კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და შეძლებს რომ ყველაფერი გაგიზიაროს. ამიტომ ეს არის ალბათ ძირითადი განსხვავებები. მაგრამ ყველაზე დიდი მსგავსება არის იმაში, რომ როგორც მშობელი, ასევე როგორც ლიდერი მუდმივ განვითარებაში ხარ. ანუ არ არსებობს ის, რომ მე ჩამოვყალიბდი ვისწავლე მამობა და ვარ რაღაცა ოპტიმალური მამა, ისევე როგორც ლიდერი. ვერასოდეს, ანუ მთელი ესე ვთქვათ, ფილოსოფია არის იმაში, რომ ყოველი დღევანდელი უნდა იყო უფრო კარგი მამა და უნდა იყო უფრო კარგი ლიდერი, ვიდრე იყავი გუშინ. და ეს თუ შეძელი და ეს თუ გამოგდის ძალიან მაგარია. მუდმივი განვითარება არის ის, რაც მე პირადად იმ мотиваციას მიქმნის, რომელიც თქო ყოველდღიურად მომოძრავებს. ოჯახში ნულიდან დაწყება არ არისო და იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ფუნდამენტია ჩაყრილი და ვითარდება და სადღაც აუცილებლად ილექება. როდესაც გადახვედი და ახალი გუნდი გაიცანი. და მითხარი, მანდაც პროცესში ხარ. და ძალიან გამიხარდა რომ მითხარი, კარგი გუნდი დამხვდაო და ისედაც ასეც ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან გაუმართლა და არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ჩაუვიდა ჩემი სახით. თუმცა აქაური გუნდიც ცვლილებების პროცესშია და მათაც მინდა რომ წარმატება ვუსურვო, იმიტომ რომ ყოველთვის იფიქრონ იმაზე, წარმომიდგენია ახლა მათ გულში რა ხდება და ასევე ახალი GM-ისთვის ესეც ერთგვარი გამოწვევაა, რომ შენი დატოვებული თამასა საკმაოდ მაღალია და მას შეიძლება განსხვავებული მიდგომები ქონდეს, მაგრამ ძალიან კარგი მემკვიდრეობა დახვდა და არაჩვეულებრივი გუნდი. აი ამ დობის შენებლობა და მოპოვება იქ პრაქტიკულად ნული. კარგი კითხვა. ამასაც რაღაც გამოცდილებით მივედი აქამდე რა. პირველი მოდი აქაურ გუნდზე მინდა ორი სიტყვით თქვა, აქაურ გუნდზე შემიძლია თამამად თქვა, რომ ეჭვი არ მეპარება, რომ წარმატებულები იქნებიან, განვითარდებიან კიდევ უფრო, არა მარტო გაგრძელება არ არის საკმარისი, კიდევ უფრო განავითარებენ კომპანიას, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანენ, უფრო მეტ გამოწვევას გაუმკლავდებიან და ამის შეგრძნება რო არ მქონოდა, არ დავთანხმდებოდი იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც და არ წავიდოდი, იმიტომ რომ მეც როგორც მათ ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მაღალი ლოიალურობის განცდა გვაქვს და მე მჯერა, რომ ის გუნდი, რომელიც ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ, ავტონომიურია და შეძლებს განვითარებას და ამ მიმართულებით მოძრაობას. ახლა რა დაუბრუნდეთ შენ შეკითხვას ნდობასთან დაკავშირებით. ერთი რამე მასწავლა ჩემმა გამოცდილებამ ის რომ თუ შენ შეძელი რომ ნდობა გაცე ავანსად და არ გჭირდება თავიდან რომ ვიღაცამ დაგიმტკიცოს რომ იცი რა მე უნდა მენდო და სანამ აი ამ მტკიცებულებით იმას არ მიიღებ ბევრად ბედნიერი იქნები შენც და ბევრად უფრო გაუადვილებ ადამიანებს შენთან ურთიერთობას. მე ვცდილობ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად გამომდის რომ ყველა ადამიანს პროფესიონალად რა თქმა უნდა ვისაც შევხვდები ავტომატურად ჩავაყენო ისეთ პოზიციაში, როდესაც მე მას ვენდობი, იმიტომ რომ მით უმეტეს მას თუ აქვს გამოცდილება, კარიერა, ამ კომპანიაში დიდი ხანია მუშაობს, დამტკიცებული აქვს რაღაცეები და თქვათ მე მუშაობა ან მოვიდა გარედან და შერჩეული იქნა გასაუბრების, მისი CV-ის, მისი გამოცდილების საფუძველზე, ეს ნდობა ავტომატურად ვცდილობ რომ გავცე. უბრალოდ ნდობაც არის ლიმიტირებული. ანუ ამ ადამიანებს და ყველას ვისთანაც ურთიერთობა მაქვს ეს ნდობა ეძლევა და თუ ამ ნდობას შეინარჩუნებენ
ეს არის საუკეთესო ვერსია და ხშირ შემთხვევაში ეგრე ხდება. უბრალოდ ამ დობის გახარჯვა შესაძლებელია, ხო? ანუ შესაძლებელია ისეთი მოქმედებით, რომელიც მიუღებელია არა მარტო ჩემთვის როგორც ლიდერისთვის, ასევე კომპანიისთვის. თქვათ რაღაცა რიგი დამოკიდებულებით, სხვადასხვა ელემენტებით, რომელიც მართალი გითხრა, ამბოლო დროს ნაკლებად ხდება და ის ადამიანები, რა თქმა უნდა, ინფორმაციას ვიგებ წინასწარ, წინა მენეჯერებისგან, სხვებისგან, ვინ როგორი არის და შესაბამისად, როგორი მენეჯერია, როგორი მიდგომა აქვს და პირველი ჩემი ინსტინქტი არის, რომ ვენდო და თუ რამე გამოწვევას ვხედავ მასთან, შევეცადო, რომ აუხსნა რა გამოწვევა არის, ისევ კომუნიკაცია, ისევ ღია ასერტიული კომუნიკაცია და პირდაპირ თქვათ, სწორ ფორმატში ისევ ამ გარკვეულ გამოწვევაზე საუბარი და თუ შევატყვე რომ მისგან მზაობა არის, რომ თქვათ, ეს მიდგომა შეცვალოს, წამომყვეს, განვითარდეს, ძალიან კარგი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მივეხმარო ამაში, თუ არა, კიდე ერთხელ ვამბობ და ჩვენი თანხwebdriver ჩვენი როცა გულისხმობ პირველში კომპანიის გადმოსახედიდან ვამბობ, იმიტომ რომ პირველში მე უნდა მოვერგო კომპანიის იმღირებულებას და იმ მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც არის და მე განვავითარო იმ მიმართულებით, რომელიც თვლი რომ სწორია და რომელიც კომპანიასთან არის დეკლარირებული და თუ ამ მიმართულებაზე მომყვება ყველა და ამ მიმართულებაში განვითარებაზე არის ორიენტირებულები და ეს ურთიერთობები არის ღია პრობლემა არის და პირიქით ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც თქვათ, ის ადამიანი ან სწორ პოზიციაზე არ არის, სხვადასხვა გადაწყვეტილებების გამო, ან გამოწვევები აქვს პირადი, ან რაღაც სხვა ელემენტი, რომელიც შეიძლება მიგვაღებინოს ყველას გადაწყვეტილება, რომ ესე ურთიერთობა ვერ გაგრძელდება, რაც ბუნებრივია და ამის არავის არ უნდა ეშინოდეს. უბრალოდ ამასაც თავის სწორი ფორმა და სწორი კომუნიკაცია ჭირდება და ყველას უნდა ესმოდეს, რატო ხდება, ხო? ეს არ უნდა იყოს რაღაცა მოულოდნელი და ეს არ უნდა იყოს რაღაცა პრობლემური გზით გაკეთებული. ეს უნდა მოხდეს. ანუ სიცხადე არის საჭირო. აუცილებლად ეს სიცხადე არ არის ერთჯერადი სიცხადე, ეს არის სიცხადე თავიდან, ხო? თავიდან უნდა იყოს საუბარი იმაზე, თუ რა არის გამოწვევა ჩემი გადმოსახედიდან, შეიძლება მე არ მესმის ის კონტექსტი და როდესაც მე ამ საკითხს დავაყენებ, ისეთი უკავშირი მივიღო, რომელიც ამ პრობლემას თუ ამ გამოწვევას სხვანაირად დამანახებს და შეიძლება ზუსტად ისე დავინახო, როგორც ის ხედავს და ჩემი წარმოდგენა შეიცვალოს და არაფრის ცვლილება არ იყოს საჭირო, პირიქით მე უნდა შევიცვალო. ამიტომ არის აუცილებელი კომუნიკაცია სწორ დროს და სწორ მომენტში და სწორი ფორმით, კიდე ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, იმისთვის რომ ჩვენ სწორად ავარჩიოთ და სწორად განვავითაროთ პროცესი და ეს პროცესი იყოს ნაკლებად მტკივნეული და პირიქით ყველასთვის სასარგებლო. იმიტომ რომ შეიძლება მე დარწმუნებული ვარო, როდესაც ადამიანი რაღაც გამოწვევაზე არის საუბარი და ვამბობთ, რომ კონკრეტულ პროფესიონალს თავის პოზიციაზე რაღაც გამოწვევა აქვს, ამ გამოწვევას ისიც გძნობს. არ არსებობს ვერ გძნობს, ის გძნობს დამოკიდებულებას, ის გძნობს რომ რაღაცას ვერ აკეთებს ისევ თქვათ რა მოლოდინიც არის, ამის გამოხატულება სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს შედეგში, შეიძლება იყოს კომუნიკაციაში, შეიძლება იყოს რაღაც თვით შეფასებაში და ამ პრობლემის დროული მოგვარება ამა თუ იმ გზით თქვათ ეს შეიძლება იყოს მისი დახმარებით, ეს შეიძლება იყოს პირიქით რაღაც მე რაც თქვი რა, რომ ჩვენი წარმოდგენის შეცვლით და მის წარმოდგენასთან გასწორებით ან თქვათ დროულ და სწორ ცვლილებაში, როდესაც ვეტყვით, რომ და ერთად მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება და შეიძლება სხვა ფუნქციით უნდა განვითარდეს იგივე კომპანიაში ეს ადამიანი, ან თავისი თვითრეალიზების სხვა გზა იპოვოს, ეს არის ყველაზე სწორი, ყველას მისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე არ მჯერა იმისი, რომ ვერ ხვდება ადამიანი, რომ თქვათ რაღაცას ვერ აკეთებს სწორად და კომპანიისთვისაც, იმიტომ რომ კოლექტივზეც არა მარტო შედეგზე აქვს ამას გავლენა, არამედ კოლექტივზეც აქვს გავლენა, ხო? იმ ადამიანებზე ვისთანაც მუშაობს, იმიტომ რომ ყველა გძნობს ამ გარკვეულ უხერხულობას, რომელიც შეიძლება ესეთ სიტუაციაში შეიქმნას. ეხლა სადაც ვარ, ამის ფუფუნება მაქვს, რომ ესეთი გამოწვევები არ მაქვს, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო პროცესი არის ის, რომ ვსწავლობ ბიზნესს, ვთილობ გავერკვიო, გუნდი ძალიან პროფესიონალური დამხვდა, ძალიან წარმატებული, ძალიან მაგარი შედეგები გადმომეცა, რაც გარკვეული გამოწვევაა, იმიტომ რომ როგორც თქვი, ჩემი როგორც ლიდერის და ყველა ლიდერის ფუნქცია არის, რომ კიდე უფრო მეტ უფრო კარგ შედეგებს მიაღწიოს და განვითარდეთ, ამიტომ თამასა ძალიან მაღალია და ეს არის გამოწვევა გარკვეულწილად და მართლა გითხრა ესეთი გამოწვევები
მირჩევნია, ვიდრე გამოწვევები, როდესაც თქვა რაღაცა პრობლემურ ვითარებაში მიდიხარ და ის უნდა მოაგვარო. ესეც გარკვეული ტიპის გამოწვევაა, მაგრამ თუ არჩევანი მაქვს, ეს არჩევანი მირჩევნია, რომელიც ეს მირჩევნია, როდესაც ძალიან წარმატებულ გუნდში მიდიხარ, კარგი შედეგებია და შენ ცდილობ, რომ კიდევ უფრო კარგი გახადო. რაც არ არის მარტივი, არც ერთია მარტივი, არც მეორე, ყველაფერს თავისი გამოწვევა აქვს, მაგრამ მე ესეთ მირჩევნია. როგორც გირჩევნია, ისეთი შეგხვდა, ანუ გისმენს სამყარო ძალიან კარგად. ნამდვილად, რაღაცა სწორად ვაკეთებთ ხო ხანდახან მომბობთ. აი მართლა ის იშვიათი ადამიანი და იშვიათი ლიდერი ხარ, რომელიც სწორს სწავლებით თუ ინტუიტიურად თუ რაღაცნაირად თუ გამოცდილებით, მაგრამ აკეთებ. იგივე ის რაც ვახსენეთ მეგობრობისა და ბიზნესის გამიჯვნა იყო თუ ეხლაც აი ამ გზაზე როდესაც წახვედი ზუსტად ვიცოდი რომ როგორ დაიწყებდი ამ ქვეყნის და ამ ხალხის პირველ რიგში კულტურის გაგებას და შეცნობას იმისთვის რომ დანარჩენი კონტექსტი უკეთესად გაგეგო ბიზნეს გარემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ და შენ თვითონ ხარ ის ადამიანი რომელიც მუდმივად სწავლობს ვითარდება და სხვასაც აძლევს ამის საშუალებას მათ შორის შეცდომების დაშვების უფლებას ეხლა ვინც ანალოგიურ ან მსგავს პროცესებს ვინც გადის რელოკაციას ბიზნესის აწყობას ხელახლა თვით დამკვიდრებას შეიძლება არ ჭირდებოდეს, მაგრამ ახალ ეტაპზე ვინც გადადის ცხოვრების, იმ ადამიანებს რას ურჩევდი? ძნელია, რთული დავანება მოგეცია. იმიტომ რომ ყველა კონტექსტი და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსხვავებულია. ჩემ თავს რას ურჩევდი, მოდი ესე ვიტყვი. ჯობია, იმიტომ რომ საკუთარი გამოცდილებით, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის შენში, როგორც ლიდერში, აი ის ღერძი, რომელზეც დგას ღირებულებების გარდა, რისი კულტივირება უნდა მოახდინო ადამიანმა. მე ყველაზე კარგად რასაც ვიყენებ და რაც მადგება, არის ესე ვთქვათ, ცნობის მოყვარეობა. ანუ ის რომ მაინტერესებს მით უმეტეს აი ესეთ ახალ გარემოში ყველაფერი. დაწყებული როგორ იქცევა ხალხი მეტროში და რას აკეთებენ თქვათ საზოგადოებრივი შეკრების ნაწილში. ასევე ვთქვათ, რას აკეთებდა ეს თუ ის სახელმწიფო თუ ნაცია 5 საუკუნის წინ. იმიტომ რომ ამ ყველაფერს აქვს გავლენა საბოლოოდ დღევანდელობაზე, თუ როგორ იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს ბიზნეს გარემოში, როგორც მომხმარებლები თაროს წინაშე, როგორც მეგობრები, როგორც კოლეგები, როგორც ასე ვთქვათ, ნაცია, ეს ეხება ყველაფერს. საქართველოში იმის ფუფუნება მქონდა, რომ აქ მეც გავიზარდე და ჩემი კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ ყოველთვის ვთქვი, რომ ქვეყნის განვითარებასთან ერთად მეც განვითარებულიყავი და შემეცნო რატო მოქმედებთ ჩვენ როგორც ქართველები ასე თუ ისე გარკვეულ სიტუაციაში არა მარტო როგორც მომხმარებლები, არამედ როგორც ინდივიდუალები, როგორც საზოგადოება და ყველა კულტურას აქვს თავის ნიუანსები. ის რომ საქართველოს ესე მოქმედებს არ ნიშნავს, რომ ანალოგიური არის სხვა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ცნობის მოყვარეობა და აი ეს სურვილი იმისი, რომ თქვათ რაღაცა მაქსიმალურად დეტალურად გავიცნო, მეხმარება იმაში, რომ მე პირადად ისევე ჩემ თავზე ვამბობ, რომ გავიგო და გაუგო ამ ხალხს და არ ჩავიდე რაღაცა ჩემი გადმოსახედიდან და არ შევაფასო ყველაფერი ვთქვათ, როგორც ერეკლემ, რომელიც ჩამოვიდა საქართველოსდან და არ თქვა, რომ იცი რა, ეს არ მომწონს, ან ეს მომწონს. პირველი არის უნდა გავიგოთ კონტექსტი, რატომ არის ეს ასე? რატომ არის ის, რომ თქვათ, მისალმება ხდება სხვანაირად? რატომ არის აქვთ გარკვეული დღესასწაული? რატომ იქცევიან გარკვეულ სიტუაციაში ესე? აი ეს კონტექსტი არის, რაც გვეხმარება, რომ გავიგოთ და გავერკვიოთ ადგილობრივ სიტუაციაში და ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას, რომ არ დავიწყოთ რაღაცეების შეფასება ჩვენი გადმოსახედიდან, რომ ეს კარგია, ეს ცუდია. არ არსებობს ისეთი რამე. ეს არის იმიტომ, რომ აი ეს არის ამ ყველაფრის კონტექსტი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ეს უკვე ჩემი გამოცდილება არ არის, ეს არის რაც მე მომცეს და რითიც მე ვცდილობ რომ ვიხელმძღვანელო, არის რომ ყველანაირ სიტუაციაში ეს აქაც კარგი იქნება საქართველოში, მაგრამ მით უმეტეს როცა ახალ ქვეყანაში და ახალ კულტურაში გადადიხარ, რომ კონცენტრირება გააკეთო კარგზე. იმიტომ რომ ყველგან სადაც არ უნდა წახვიდე, არის ცუდიც და კარგიც.
სადაც არ უნდა მოხდე, არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის ნიუ-იორკი, პარიზი, სიდნეი, ლონდონი თუ კარაკასი, ყველგან არის კარგიც და ცუდიც. თუ აქცენტს გავაკეთებთ ცუდზე, ცუდს ვიპოვით ყველგან და არსად არ მოგვეწონება, იმიტომ რომ ყოველთვის დედასთან, ოჯახთან, შვილებთან უფრო კარგია. ანუ ელემენტარული რო ავიღოთ, ხო? შენ წიაღში შენ მეგობრებთან ყოველთვის უკეთესია. და ყოველთვის იპოვი რაღაცა მინუსებს, რომელზეც შეგიძლია აქცენტი გააკეთო. რელოკაციის და ახალ კულტურაში გადასვლა, ეს ისევ ჩემი აღმოჩენა არ არის, ეს არის წარმატებული რელოკანტების აღმოჩენა, არის ის, რომ გავაკეთოთ აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ დადებითზე. და დადებითი ძალიან ბევრია. ყველგან სადაც არ უნდა გადახვიდე, ყველგან სადაც არ უნდა მოხვდე, იპოვი იმას, რაზეც შეგიძლია ეს ყველაფერი დააშენო და შემიძლია დანამდვილებით თამამად თქვა, რომ მინეთში ეს არის ძალიან ბევრი. აი მე თვითონაც გაოცებული ვარ, იმდენად კარგი გარემო არის, იმდენად კარგ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, იმდენად სასიამოვნო არის, თქვათ, ყოველდღიურობა, იმ გამოწვევების და მიუხედავად, რომელიც აქვს და გამოწვევა ძალიან ბევრია, როგორც ყველგან. ანუ არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს ადგილი, სადაც არ არის გამოწვევები, ეს ჩვენი თამდევი ნაწილია ყველა კულტურის, მაგრამ იმდენად დადებითია ყველაფერი და ბევრი რამ აღარ ჩამოვთვლი ახლა. რომ აი ამ ყველაფერს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ხდის და აი ამ ყველაფრის გაგების, აი ამ სასიამოვნო ნაწილის დანახვის გზა არის ცნობის მოყარეობა კიდე ერთხელ, რომ შეეცადო და ენერგია ჩადო იმაში, რომ გაერკვიო, ნახო, დაათვალიერო, არ დაგეზაროს, იმიტომ რომ არის ხანდახან, რომ აუ ეხა აი ამას რა გააკეთებს და როგორ წავალ და მირჩევნი რაღაც საქმეს მივხედო. საქმეს ვერ გააკეთებ თუ არ გესმის კონტექსტი. კონტექსტი უნდა კარგად გაიგო, გაითავისო და აი ამ კონტექსტის გათავისებაში არის ცნობის მოყარეობა აუცილებელი და პოზიტიურად შეხედო ყველაფერს და პოზიტიური რაკურსიდან. ჯერჯერობით გამომდის. 2 წელიწადში ნახოთ. რაზეც ფოკუსირდები, ყოველთვის ის გამოდის. თუ ფოკუსირებული ხარ ადამიანი ცუდის დანახვაზე და მუდმივად წარსულში დამნაშავეების ძიებაზე ესეც გამოდის. შეიძლება ობიექტურიც იყო ამ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ გამოწვევები არსებობს. მე ხა იცი რა არის ხანდახან ეს არის შენი გადმოსახედიდან, ანუ ჩემი რელოკაცია საკმაოდ ისე ხდება რა, კომფორტულად, იმიტომ რომ დიდი კორპორაცია არის, რომელიც ხელს მიწყობს, რომელიც ყველანაირად ორიენტირებულია იმაზე, რომ აი ეს რაღაცა ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოწვევები რაც არის, თქვათ, მოაგვაროს, იმიტომ რომ ბიზნესზე შეუძლო კონცენტრირება. მე მესმის, რომ რელოკაციის კიდე ერთხელ ამბობ კონტექსტი რატო არ მნიშვნელოვანია და მე რატო შემიძლია მარტო ჩემი გადმოსახედიდან საუბარი, იმიტომ რომ რელოკაციის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, შეიძლება იყოს ეკონომიკური მდგომარეობა, თქვათ, კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული სიტუაციის, ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული რაღაც დიდ კონფლიქტებთან, რომელიც ჩვენ ყველანი ვართ ამ ყველაფერს შემსწრე, ხო? როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს მოუწია იძულებით მიგრაცია. ჩვენ ქვეყანაში მოხდა უახლოეს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ამისი, როდესაც მოუწია გადასვლა, თქვათ, იგივე ქვეყნის შიგნით, ან თუნდაც ქვეყნის გარეთ წასვლა და მე მესმის, რომ ეს აბსოლუტურად სხვა კონტექსტია და აბსოლუტურად სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ გონია რომ აქაც თუ მარტივი სალაპარაკოა ჩემი მხრიდან ახლა და ცოტა ისეთი არის, შეიძლება არასწორიც იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ რა, ყველანი თუ შევძლებთ რომ პოზიტიური დავინახოთ ყველაფერში, უფრო ადვილდება ის რეალობა, რომელშიც ვართ, უფრო ადვილია, უფრო ადვილად შესაგვებელია. კიდევ ჩემთვის მარტივია ამ გადმოსახედიდან, რა სიტუაციაში დღეს ვარ, მარტო ჩემ თავზე შემიძლია საუბარი ამ კონტექსტში, მაგრამ მგონია რომ ეს აქტუალურია და ყველას გამოადგება. ანუ ცნობის მოყარეობა, მიმღებლობა, ანუ ცვლილებების გარემოს, სიახლეების მიმართ. მე მეხმარები ახლა ხო გითხარი. სტრუქტურირება უნდა გავაკეთოთ რაღაცებს. როგორც ყოველთვის ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში პროფესიონალებს მეხმარები ყველაფერს იმაში რა ქვია. პოზიტივის ძიება გარდა იმისა, რომ ანუ იმ წარსულის კონტექსტის და იმ გამოცდილების გაცნობას იყენებ როგორც საძირკველს შემდგომი მშენებლობისთვის და არა იმისთვის, რომ იქ ზურაბი უნდა ჩავაყოლოთ და რაღაცა იქ დავრჩეთ. მადლობა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებინე კი.
ძალიან დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გააზიარე. ბოლო კითხვა მინდა დაგისვა, რადგან საუბრის დასაწყისში აღნიშნე, რომ პირველია შენთვის ეს სტუმრობა პოდკასტში, მაინტერესებს შენი გამოცდილება. როგორი იყო, რა იგზენი, რა შეგრძნებები გქონდა, რისი გაზიარების სურვილი გაგიჩნდა, ან რისი განხილვა ვერ მოვასწარით და მასეთის მეტი რა არის? პირველ რიგში მინდა თქვა, რომ არ მაქვს განცდა, რომ რაღაცა საჯაროდ საუბრობ. იმიტომ რომ მე და შენ ვლაპარაკობთ და ხო, ანუ ჩემთვის ბუნებრივი არის ჩვენი საუბარი, ძალიან ბევრი წელი მქონდა ესე პირისპირ საუბრები, ბევრ საჭირბოროტო თემებზე. ამიტომ ერთგვარი გაგრძელება არის, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა განსაკუთრებული განცდა, რომ აი რაღაც სხვანაირ ფორმატში მაქვს, არ მაქვს, მაგრამ პირველ რიგში მინდა რომ მოგილოცო. მადლობა. ძალიან კარგად ართმევ თავს, როგორც გითხარი, სანამ დავიწყებდით ჩაწერას, გონია რომ შენთვის ძალიან ბუნებრივია ამ ყველაფრის კეთება შენი გამოცდილებიდან გამომდინარე. ძალიან ესეთი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე და როგორც რესპონდენტს ძალიან კომფორტულად მაგზნობინე თავი და შესაბამისად მომეცა საშუალება, რომ პირდაპირ მესაუბრა და ღიად და განმაწყვე შენ მიმართ და ამ ფორმატის მიმართ ისე, რომ რასაც ფიქრობდი, იმას ვამბობდი, იმედი მაქვს საინტერესო მოსასმენი იქნება და შენს მაყურებელს რაღაცა ახალს გაიგებს. რო გითხრა რომ ეხა ბევრ პოდკასტში წავალ დღეიდან თქო მოგატყუებ, ისევ შენ თუ დამიძახე, მეგონ ჯერ ადრეა, სადაც 2 წელიწადში, ისევ შენთან თუ მოვალ. ეს საჯაროობა არ მიყვარს ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ თუ ჩემი გამოცდილება ვინმეს რამეთი გამოადგება, მზად ვარ გავაზიარო. მადლობა შენ ამ შანსისთვის და საშუალებისთვის და მე თვითონაც სიამოვნებით დაველოდები შედეგს და ნახავ რა გამოვიდა. გაგიზიარებ აუცილებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენი დროისთვის, გულწრფელობისთვის და ამ გამოცდილების ავთენტური გაზიარებისთვის. წარმატებას გისურვებ. მადლობა დიდი. ახალ გუნდთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. თუ მოგეწონათ, თუ დაგაინტერესათ და თქვენთვის საყოველთაო ხმაურიდან თუ საინტერესო სიგნალები ამოკრიბეთ, თუნდაც ერთი მოხარული ვიქნები თუ მოწონებით და არხის გამოწერით ამ ყველაფერს გააზიარებთ. შევხვდებით.